მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის მალხაზ გველუკაშვილი. გამარჯობა ბატონო მალხაზ და ძალიან დიდ მადლობას გეტყვით ჩვენთან მოსვლისთვის და მოკლედ ერთი სული ფაქს ეხერასაც საუბრობდით უკვე სხვებსაც გაუზიაროთ და ძალიან მრავალ თემას შევეხეთ ეხა დაწყებამდე მრავალ წახნაგონს, მაგრამ საწყისი წერტილად რო ავიღოთ რაც თქვით, მაქედან რომ მოუყვეთ და შემდეგ ეს ყველა თემა გავიაროთ. ალბათ უნდა გამსაზღვროთ თვითონ მეტაფიზიკა რას ნიშნავს. კეთილი, კი ბატონო. იმიტომ რომ არსებობს ესეთი Ten Times ორგანიზაცია ამერიკაში, რომელსაც აღიარებები ყოფს და აკეთებს პერიოდულად. აღიარებს ვისთვის საუკეთესო მეტაფიზიკოსებად მსოფლიოში. და ის წერს ესე, რომ ეს მეტაფიზიკურ მეცნიერებათა წარმომადგენლები. ხო. ნუ ხარო გითხრა რომ აღფრთოვანებული ვარ იმ სიით, მოგატყუებთ, მეც ვარ იმ სიაში, მაგრამ მაინც ასეულში შეყვანილი ვარ. მაგრამ არა ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ გადამომოწმე ყველა ვინ რას და რა აქვს დაწერილი. მეტაფიზიკა თავიდან მე-16 საუკუნემდე თითქმის ეს იყო ყოფიერების მეტაფიზიკა. ისწავლობდა ყოფიერებას, ანუ რეალობას. და მე-16 საუკუნის შემდეგ წამოვიდა ესეთი, ну, მიუხედავად ტერმინი იმისია, რა ქვია, არისტოტელესია, მაგრამ ბევრად ძველია თავისი არსით. ხო და შემდეგ წამოვიდა ახალი ეტაპი, ცნობიერების მეტაფიზიკა, ასე რომ ვთქვათ. მეტაფიზიკას სამი მთავარი კითხვა ჰქონდა. თუ ამ სამ კითხვაზე პასუხს არ ცემ, შენ აზიარ ახლა რა არის მეტაფიზიკა. დღეს ყველაფერს მეტაფიზიკას ეძახიან და იმიტომ ვიცახი. მე მინდა რომ რეალურად ეს განმარტება იცოდეს ხალხმა. ეს სამი კითხვა არის. პირველი, საიდან მოვდივარ? ეს არის კოსმოგონია. მეორე კითხვა, ეს არის სად ვარ? ეს არის კოსმოლოგია. სად ვარ უკვე ვინ ვარ არის თავისთავად. და მესამე, საით მივდივარ? ეს არის ფუტუროლოგია. თუ ამ სამ კითხვას არ პასუხობს, ის არის ფილოსოფია. ლაყაფი. დებით ხო? კი, კი. ხო. მეტაფიზიკამ განსაკუთრებით თავის საფუძვლები განავითარა გნოსტიკურ პერიოდში. გნოსტიკური პერიოდს როცა ვამბობთ, ჩვენ გნოსტიკური პერიოდი გნოზის, ეს არის ცოდნა. აქედან მოდის სიტყვა სხვათა შორის განხორციელებული სიტყვის, ანუ ლოგოსის პოზიცია, რომელიც ქრისტეს დაარქვეს პირველად გნოსტიკოსებმა. გნოსტიკოსობა ჩვენ გონია, რომ დაიწყო ქრისტეს მოსვლის დროს, რატომღაც ქრისტიანული გნოსტიციზმი. და მას საფუძვლები ჰქონდა თავისი. მანამდე 2 საუკუნით ადრე უკვე იყო შექმნილი ესეველთა ჯგუფი მაგალითად, ეს იუდეველობაში თვითონ. გნოსტიკურია ყველა ის ლიტერატურა, რომელიც შინაგანი გაცნობიერების ხარჯზე ხდება და მოდის. თვითონ ჰერმესიზმი თავისი არსით მთლიანად გნოსტიკურია. ამავე დროს გნოსტიკურია, თქვა დაოიზმი. გნოსტიკურია მანდეიზმი, მიტრაიზმი და ასე შემდეგ, ბევრი მიმდინარეობა. უკვე აღარ არის გნოსტიკური რელიგია. იმიტომ რომ იუდეური რელიგიები. წესით ქრისტიანობას არაფერი კავშირი არ აქვს იუდეურ რელიგიასთან, ეს ძალით არის მიბმული იუდეურ რელიგიაზე, ეს მოხდა 320 წელს. და პირველი კრება რო ჩატარდა, სხვათა შორის უმრავლესობა წავიდა იმ კრებიდან უარი თქვა მიღებაზე და ვინც უარი თქვა, ყველა მოკლეს. ბიზანტიაში. ეს ნიკეას კრებაზე ხო? 320 წელს. კი ბატონო. მაშინ გადაწყვიტეს, მანამდე ჯერ დააწერინეს, მერე გადაწყვიტეს, რომელი სახარებები უნდა ყოფილიყო მთავარი სახარებები. ხო, რაც დააკანონეს. და მერე ძველი ახმის ციგნები. მეაკერეს ზედ. ძველ ახმასა და ახალ ახმას შორის ისეთივე კავშირია, როგორც ახლა მე და მაპუტუს ტომის ბელად შორის. მაგალითად. სიამოვნებაში აბსოლუტურად სხვა ცნობიერებაზეა წყობილი ქრისტიანობა და ეს ჩანს. ნამდვილი ქრისტიანობას ვიცახი, გნოსტიკურ ქრისტიანობას, ანუ ფუნდამენტში ქრისტე რასაც ქადაგებდა, იმაზე მაქვს საუბარი. ეს მექანიზმებია, საოცარი მექანიზმებია. ძალიან საინტერესოა ის პერიოდი, როდესაც ქრისტე ესეველებში იყო. პირველი 2 წელი და სხვა შორის პირველი ქრისტიანები პირველ საუკუნეში ესეველები გახდნენ მასიურად. მათ აქვთ ესეთი ერთი წიგნი დატოვებული მშვიდობის სახარება. და ძალიან საინტერესოა ადამიანები გაეცნონ მანდეურ სახარებას. სახარება კი ქვია, მაგრამ ქრისტეზე არ არის.
და ბევრად ადრეა დაწერილი, მან დაიზია. ეხა ფიზიკურად არსებობს ეგ ციგნი? არსებობს კი ბატონო. რო არ არსებობდეს არ ვიტყოდი. და იმ სახარებას მიხვდება, აი როგორ მიდის ერთმანეთში და როგორ ერთ-ეგივეს გადაგებენ რეალურად. მე ამ შემთხვევაში როგორც რელიგიას არ ვიცახი, როგორც ცნობიერებას. ხო, როგორც სწავლება, ასევე მითრაისტული ასპექტები. მითრაისტული არ ვიცი რა არის. ხო, ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც ქრისტეს დაბადებამდე 1800 წლით ადრე იყო. შოთაშორის მითრა დაიბადა 25 დეკემბერს. კი ბატონო. შოთაშორის მითრა მესოპოტამიური ის არის, ხო? დაიბადა 25 დეკემბერს. მითრა ქრება 12 წლის ასაკიდან. ჩდება 30 წლის ასაკში. დაიწყებს ქადაგებას. ანუ იგივე ქრისტეს იყვანს 12 მოწაფეს. 3 წელი ქადაგებს, 3 წლის შემდეგ მას ჯვარს აცვავენ 23 წლის ასაკში, მესამე დღეს აღდგება და მე-40 დღეს ამახლდება. ვა, და მაგაზე მსმენი ახლა ჩემი სწორედ თუ კი, მითრაისტული ჯვარიც არსებობს. ხო. კი, რომელზეც მითრა აქვს. და მაგამდე იყო ჰორუსის 3800 წლის წინ სწავლება, ხო? ოსირისის და ის კი, ის ბევრად. ხო, მან ან მითრამდე იყო ეგ როგორც ახლა როდესაც როგორ არის თვითონ ჰერმესიზმი როგორაა წარმოქმნილი. ეს არის პროტოცივილიზაციის ასპექტები, მთლიანად, აბსოლუტურად. ანუ არა ეგვიპტის პერიოდი, ეს არის ქემის პერიოდი. ქემის პერიოდი არის ეგვიპტურამდე პერიოდი. ალქიმია საიდანაც მოდის. ალქიმია საიდანაც მოდის. ჰერმესიზმი მოდის იქიდან. ხო. ხო და შემდეგ შევიდნენ ბერძნები ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველ 1000 წლეულში. მათ ეს ყველაფერი შეითვისეს და დაარქვეს ჰერმესიზმი, იმიტომ რომ ჰერმეს ტრისმეგისტრი. სამჯერ ნათელღებული ასე რომ ვთქვათ. ჰერმესი თოთის მიაწერეს ჰერმესი, ერთ-იგივეა. და აქედან მოდის მე იგივე ბერძნული კოსმოგონია, რომელიც ერთი სიტყვით შეიძლება ფორმირდეს მთლიანად თეოსმა ქაოსისგან შექმნა კოსმოსი. ანუ პირველად იყო სიტყვა. იგივეა. ბატონო, ახლა კითხვა მაქვს, აი მითრა რო ვახსენეთ და ზუსტად იგივენაირად რო იმეორებს ქრისტეს ფენომენს და ამ სტრუქტურას, რო 12 წლის ასაკში იკარგება, შემდეგ 30, აი ეგ თქვენი აზრით რატო იყო სიტყვაზე ეგ მომენტი მესოპოტამიაში და იმიტომ რომ არსებობს ანუ რამე სინქრონიზმი არის მათ შორის ან კავშირი? არაფერი კავშირი არ არის. ქრისტე რომ 25 დეკემბერს დაიბადა, ეს გადაწყვიტა კონსტანტინე მე-4 საუკუნეში. არ დაბადებულა 25 დეკემბერს. მე არ ვიცი როდის დაიბადა. მე არ ვიცნობდი. რა ქვია, მე ამბავს გეუბნებით როგორ მოხდა. ყველაზე ძველი სახარება, რომელსაც ჩვენ ოფიციალურად გვიკითხავენ, ეს არის იოანეს სახარება. ის არის 150 წელს დაწერილი. ძარო მონდომებოდა იოანემ ვერ დაწერდა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ცოცხალი არ იქნებოდა. მისი ვერსია ესეა. შემდეგი დანარჩენი სახარება არის მიახლოებით მე-3 საუკუნეში დაწერილი 250 წელს და ბევრი რამე შეცვლილია და ბევრი რამე ჩამატებულია. აი თუმცა პავლეს ქადაგება რო არის კორინთელთა მეორე, სადაც სიყვარულზე ლაპარაკობს, რო აიყო მშვიდობის სახარება ესეების, ხო? ქრისტე იგივეს ლაპარაკობს, ზუსტად იქიდან არის გადმოწერილი. გადმოწერილია. იმათ კონტათ ეს მასალები, ახლა ეს პირველი საუკუნე იყო პავლე. ფილიპე ერთ-ერთი მოწაფე იყო, რომელიც ესწრებოდა და თვითონ იცოდა. ნიკოდემოსის სინამდვილეში ეს არის დაკლადი პილატე მე გადადგა და ქრისტიანობა მიიღო. პილატეს დაკლადი არის რომის კეისართან, ამიტომ ისი დაჯერება შეიძლება. აქედან არის წამოღებული მე ის ვერსია, რომელიც ოსტატ და მარგარიტაშია. იმიტომ რომ ისეთი წიგნის დაწერა, როგორც ოსტატი და მარგარიტა დემონოლოგ გოეთიას გარეშე, გოეთიას ოდნის გარეშე, გოეთია არ არის, გოეთია ერქვა, ეს არის დემონოლოგია, ოდნის გარეშე ვერ დაიწერებოდა. იმიტომ რომ თითოეული გმირი არა შემთხვევითია იქ. ორლანდი ეს არის გრაფი ორლანდი, გადმოტანილი ფაუსტიდან. დანარჩენი აზაზელო ეს არქიდემონია, თავარი დემონია, ფაგოტი ერთ-ერთი დემონია, როგორც მან დაამოყვანილი და ბეჰემოტიც ერთ-ერთი დემონია, ცოტა ხადავისტი დემონია.
ხო, კატა რომელიც არის. ხო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დემონოლოგიაში ისე როგორც კატა არ არის გამოსახული. კატა გადმოტანილია შოტლანდიური კეტშიდან, ესე ქვია. კეტში. ზუსტად ეგეთია, ეგრე იქცევა, ეგეთი ტიპია, გადავისტია, მაგრამ სახელი აღებულია დემონოლოგიიდან, გოეთიიდან. ამიტომ ამის ცოდნის გარეშე პლუს გნოსტიკური ქრისტიანობის ცოდნის გარეშე, იმიტომ რომ პილატეს ამბები რაც არის იქ მოყოლილი, გნოსტიკური ქრისტიანობიდან არის გადმოტანილი, ამას ვერ დაწერდა. და გავიწყეთ ერთი რამ. ეს მართლა არის ფრაზებში შეტანილი. ისე კითხება არამეულის გარდა რომელი ენა იციო, ბერძნული ესეუბნება. ებრაულს არ ახსენებს. ამ შესაბამისად ქრისტეს ცხოვრებასთან ყველაზე ავთენტური და სიმართლესთან მიყვანილი სახარება გამოდის ეს სახარება. თქვენ რასაც იძახთ. ეხლა შენ მე შემხვდი. ხო. და მე სარიტად გაუკეთე დაკლადი, ვთქვათ, ვინმეს ზემოთ არ მინდა ვთქვა ვის. ხო, და გაუკეთე დაკლადი. მაგრამ ვიღაცა რომელიც საერთოდ არ მეცნობს 200 წლის შემდეგ დაწერა იგივე ჩემზე. ხო, რა თქმა უნდა ის არ იქნება. რომელი იქნება ხა შენ დაწერე თუ რა თქმა უნდა შენ. მიხდი ხო რა? კი. ხო, ამიტომ რეალობა თუ მინდა 70-ზე მეტი სახარებაა. 70-ზე მეტი მანამდელი. ხო, და ზღვაშიც რო იპოვეს ის კიდე ცალკეა. იქ 150-მდე ეს მაქვს. ისაც მაქვს ცოტა შორის. იმიტომ რომ ცდილობ რომ და იმებზე რას ფიქრობთ, ბოდი შე იუდას სახარებას რო ეძახიან მარიამ მაგდალინელის სახარება, ანუ ეგ ავთენტური სახარებები არის ხო? თუ ყველაფერი ავთენტურია. აბსოლუტურად ყველაფერი ავთენტურია. კი, იმიტომ რომ მასალები მე ბევრი რამე ნახიც მაქვს. არის კიდე ერთი, მაგრამ მე იმას ვერ მივწვდი და ამიტომ ახლა რა წერია ვიცი რეალურად. რაღაც სხვა მიზეზები აქვს რო ვიცი. ეგ რომელ სახარებაზე იძახით? ქრისტე. თავისივე დაწერილზე. ვიბებზე, საუბრებზე. მისგან მხოლოდ ნაწილებია პაპირუსებზე დარჩენილი. აი იმაშია ნაპოვნი. და სად ინახება ახლა? არა, ინახება ახლა ვატიკანშია. როგორც ხო. ეგეთი ყველა სხვა ინფორმაცია. იქიდან წამოიღეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან და მე ხო დაწვეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იცით. სიამოვნებაში ყველაფერი გამოიტანეს და მე დაწვეს, რომ მე თქვა რომ აღარ არის. ეგრე მოხდა ესეველთა სახარება მე-19 საუკუნეში ერთ გერმანელს ჩაუყარდა ხელში. მე მეეჭობა რომ ესეველთა სახარება თვითონ ლათინურად უნდა ყოფილიყო დაწერილი წესით ან არამეულად. საერთოდ არც ერთი ტექსტი დღეს ებრაულად ნაპოვნი არ არის. ყველა ტექსტი არის ან ის არა კოპტური ეგენი წერდნენ კოპტები ეგვიპტელები იყვნენ, მაგრამ უკვე ეგვიპტის პერიოდის ეგვიპტელები და ეგენი წერდნენ თვითონ ბერძნული ასოები, ფინიკიური ასოები იქიდან არის წამოღებული და ფინიკიურიდანაა შექმნილი არამეული და ქალდეული ასოები. ოღონდ 50 ასო ჰქონდათ და კოპტურად არის დაწერილი 80% მთელი ამ მასალების 90 და შეიძლება ითქვას კიდეც სადღაც 5-6% არამეულად დაწერილი და მაგდენივე ბერძნულად. ხო ხდები? ხო და მე არ ვიცი ხლა რა ენაზე იყო ორიგინალი, იმიტომ რომ 1923 წელს მან გერმანულად გამოუშვა ეს სახარება. და 23 წელს დაიდო ბიბლიოთეკაში მისი ეს ორიგინალი მასალა. ბიბლიოთეკაში კი არა, ბოდიში, ავსტრიის მუზეუმში. იქ არის შენახული არქივში, ეს ცნობილია. შემდეგ ითარგმნა ეს სახარება ინგლისურადაც და მე ითარგმნა რუსულადაც. მე როდესაც წავიკითხე რუსული ვერსია, დამაეჭვა ერთმა რამემ. თავიდან ფანტასტიკურად მიდის სახარება, თავიდან ბოლომდე. მაგრამ მეორე ეტაპი სახარების უკანა შედეგი ეტაპი არის, როგორ იცი? ის რაციონზე საუბრობს, რაზეც უნდა იკვებოს. ეს რაციონი მაგ ტერიტორიაზე არ არის. და რა რაციონზეა საუბარი? ინდური რაციონი. კი. ხო და ეს რაციონი იმ ტერიტორიაზე არ არის და თვითონ თვეების დასახელებაც ან გულისხმობთ ის საჭმელი ხილი და თვითონ თვეების დასახელებაც არც ერთი არ არის ქალდეული ან არამეული. უფრო ახლოს არის ნეპალურ ვერსიასთან, ასე რომ არსებობს ესეთი სახარება ქრისტეს ისა, ასე რომ ვთქვათ, ტიბეტური.
ხო. აქ ტიბეტზე როცა ლაპარაკი იმ ტიბეტზე არ არის საუბარი თქვენ რო გონიათ. ანუ ჩინეთის ტიბეტზე და რატო არ არის? იმიტომ რომ ჩინეთის ტიბეტი ლამაისტები გახდნენ მე-14 საუკუნეში, მანამდე არ იყვნენ. ქრისტე ახლა მე-14 საუკუნეში არ იყო, პირველში იყო. აქედან გამომდინარე ის წესით უნდა ყოფილიყო ნეპალში. მაგაზე იძახიან ჩვენ ნეპალელებიც, საფლავიც აქ ხო ეგეთი და ნეპალში არსებობს მაგ პერიოდში იყო ძენი განვითარებული, ძენი იცით ხო? ძენ ბუდიზმის გულისხმობ, ხო? ბუდიზმი კი, ჩინური ბუდიზმი, ასე რომ ვთქვათ. ის განსხვავდება პირველადი ბუდიზმისგან, პირველადი ბუდიზმი ჩვენ წარწერა მე-6 საუკუნეში შეიქმნა. ხო და ძენის ვერსია, სინამდვილეში ბუდიზმი რელიგია არ არის. ისევე როგორც არ არის რელიგია. რელიგია რომელია? რელიგია სინამდვილეში ასეც რელიგია აქვს. ეს არის იუდეიზმი, ქრისტიანობა, ეხლანდელი, მუსულმანობა და ინდუიზმი. ხო. იმიტომ რომ რელიგია აქვს ზოროასტრიზმი აღარ არსებობს, ეგაც იყო გარკვეულად, იმიტომ რომ სადაც კასტური პრინციპი იყო იქ. სადაც ადამიანთა დაყოფა ხდება, სადაც გარკვეული კანონები არის, რომელსაც უნდა გინდა არ გინდა უნდა დაემორჩილო. ძენში და ღმერთზე საერთოდ საუბარი არ არის, ის ბუდა გასხივოსნებულია. ის ადამიანი იყო, რომელიც გასხივოსნდა, ასევე ყველა ესეთი. ხო. ინდუიზმში ესე არ არის. ინდუიზმში ღმერთები არიან. და ეს იყო იქ ჩასული წესით. და ის სახელები ძალიან გავს იქაურ სახელებს. თვეების. აქედან გამომდინარე ის რაციონი მისთვის მისაღები არ იქნებოდა და არ იყო სწორი რაციონი. ანუ გარკვეული ტექსტი მერია ჩამატებული. ხო ხდები რა შესაძლოა. იმიტომ რომ შენ როცა ცხოვრობ ნახევრად უდაბნოს პერიოდში, შენ ამ სცენარებს ვერ მოიპოვებ, რომ ამ სცენარებით იკვებო. ხო, ცხადია. დინარის პირზე ხდება, იქ სამ მედიტაციას ასწავლის, ავადმყოფებს როგორ უნდა გამოვიდნენ 4 მედიტაციას. როგორ უნდა გამოვიდნენ მდგომარეობიდან, მუშაობს, ზღაპრულად მუშაობს ეს 4 მედიტაცია. რო იცოდეთ? ხო და ყველა მედიტაცია ტარდება მდინარის სანაპიროზე. იქ ლაპარაკობს მამა ღმერთზე, მამაზე, შემოქმედზე, როგორც ასეთზე და ლაპარაკობს დედა დედამიწაზე. ეს არის წინა პერიოდის კულტურის გადმონაშთი. ეს არის წინაპართა კულტის პოზიციიდან მოდის. ბანდაც არის ეს ალქიმიური ცის და მიწის თავიდან ჰერმესისტულია. ხო. ალქიმია თვითონ ჰერმესისტულია და იმიტომ. ეს ის იმ ფუნდამენტზე და იმიტომ გეუბნები. ანუ ნამდვილი გნოსტიკურია. ჰერმესიზმი მერე გადაიზარდა გნოსტიციზმში. ახლა ვინ იყვნენ გნოსტიკოსები? გნოსტიკოსი იყო სოკრატე, გნოსტიკოსი იყო პლატონი, გნოსტიკოსი იყო ყველა მთელი ბერძნული ფილოსოფია გნოსტიციზმზე აწყობილი. რომაული სხვათა შორის. ხო, და რაც ყველაზე მთავარია პითაგორა. პითაგორა ყველა მიცით ისტორია მისი 16 წელი ისალა ეგვიპტეში. პითაგორა საერთოდ არც იყო ბერძენი. პელასგი იყო. 16 წელი ისალა ეგვიპტეში ქურუმებთან, მერე წამოვიდა 8 წელი ისალა ქალდეაში. ასურეთი თუ რა ერქვა მაშინ არ მახსოვს, ყავსირიანი, ღევანდელი, მაგ ტერიტორიაზე, შემდეგ გადავიდა საბერძნეთში და შემდეგ საბერძნეთიდან გადავიდა ეტრუსკებში. და ბოლოს იქ მოკლეს 100 წლის ასაკში. 60 წლის უცხო მოიყვანა, 7 შვილი ყავდა, 87 წელსაც შეეძინა მე-7 და 100 წლის ასაკში მოკლეს ორმა კაცმა უკნიდან ხანჯალი გაუყარა. ამიტომ მისი თეორიას, როცა ეცნობი იგივე სფეროთა თეორიას, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, ხო, იმიტომ რომ ჰარმონიის თეორიები ჩვენ ახლა პითაგორამ და მაინც ამკუთხედეს და პითაგორას ამკუთხედ და ესეთი რაღაცებით ვიცი და რა უფრო ხრმა საფუძვლები ჰქონდა და მის ბიოგრაფიას რო გაეცნობ, თითქმის იგივე საკეთებდა, რასაც ქრისტე ყველაფერს. აბსოლუტურად. პითაგორა. კი, საოცრებებს აკეთებდა. პითაგორა თავის თავს მათემატიკოსად არ თვლიდა. მაშინ არითმოლოგია თვითონ პოზიცია ეს იყო ფილოსოფია. ციფრთა ფილოსოფია, ეს ცოტა სხვა რამე იყო. დღეს არის როგორც ჩვენთვის მათემატიკოსი პითაგორას თეორემის გამო, მაგრამ პის თეორიის გამო მაგალითად. და რატომ მოდის მაშინ ეგრე თუ რეალობაში ეგეთ რაღაცებს აკეთებდა? კი ბატონო, რატომ? მეც მათ შორის ვიცნობდი როგორც ხო აი ფილოსოფოს, მათემატიკოსს და ძალიან დიდი გონების პატრონს, მაგრამ თუ აი საოცრებებს აკეთებდა, კი. აი მაგაზე საერთოდ არ მითები არსებობს. კი, არა, არის ციგნებიც არის ამაზე. მისი მითები მის შესახებ. ახლა მითებს ეძახიან დღეს, რა თქმა უნდა. ახლა ჩვენ ყველაფერს მითებს ვეძახით. ბევრი ცნობილი რაღაცა გაკეთებული. ახლა მკურნალობით არ მკურნალობდა, მაგრამ სხვა რაღაცებს აკეთებდა. მაგალითად ერთ-ერთ სოფელს დათვი
იყო შემოსეული, რომელიც ძროხებს უნადგურებდა რა. და იმ მომენტში იქ იყო და დაინახა ეს დათვი, რომ დაინახა ეს დათვი, გააჩერა, მივიდა და იქ ეგრეა მოცემული, რაღაცა უთხრა, რა აუღოთ კაცმა, იცის და დათვი მიტრიალდა იმის შემდეგ იმის უკვე ზარდას. ცაში არ თავის ენას დაილაპარაკა. თავის ცაში არ წი მიფრინავდა ხელი, გაშელა და დააჭდა ხელზე. ან ბუნებასთან იყო ჰარმონიაში შეგვიძლია ვთქვათ. ბადე რო გადააგდეს წყალში, ეთებზე მოუთხრა თებზე ის რაოდენობა რამდენს ამოიღებდნენ, ზუსტი. გადათვალეს და ზუსტად იმდენი იყო. ხვდები ხო? კი. ჰარმონიასთან, ხო, სამყაროსთან. მე მაქვს ჩემს ახალგაზრდობაში, ახლობით 20 წლის ასაკში დაწერილი ესეთი რა. ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა ღმერთად ქცევა თავად. ეს არის პოზიცია, თავარი სამყაროსთან იყო ჰარმონიაში. იგივე მაგალითად გნოსტიციზმი თავისი არსით ძალიან საინტერესოა სუფიური მოძღვრებებით. ხო. ჩვენ სუფიურ მოძღვრებებს ვიცნობთ როგორ დონეზე, იცი? მე ერთ ჯგუფს ვესაუბრე და ვთხოვე რომ მათი მთავარი ნაშრომები ეთარგმნათ და ეხლა ჩალიჭობენ და ალბათ თარგმნია სპარსულიდან. ხო. იმიტომ რომ მათი ცენტრი ტაჯიკეთში იყო დღევანდელში. ხო და ომარ ხაიამი მაგალითად. ჩვენ ვიცით ომარ ხაიამი როგორც ლექსებს რო წერდა, არა ბუდიში. ვიღაცა ერთმა იდიოტმა ისაც კითხა რომ ეს ფუნდამენტალისტური მუსულმანობის ფუძეა, რა სისულელია. არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია, არც ეთიმათი გმობა ჩემი წესია. ერთ 64 იმედებით ვილი ამ ქვეყნად, არც ჯოჯოხეთის შიში და როსტამი კმესია. ეს არის ომარ ხაიამის ფრაზა. რომ ძალა მომცახთვის და არა ადამიანის ისამე ამ სამყაროს დავამხობდი დავცემდი ძირს ახალ შექმნიდი რომ ხალხს ეკრძნოთ თავისუფლება ქვეყნად ბოლო მოხებოდა ვარამს და ჭირსა ეს არის ომარ ხაიამი ეს ფუნდამენტალიზმის საფუძველია ეს თავისუფლების საფუძველია იქ არის ერთ-ერთი ესეთი ისტორია მაგალითად მოყვანილი ომარ ხაიამი ძალიან დიდი მათემატიკოსი იყო არ და გავიწყდეთ ალქიმიკოსი რა თქმა უნდა. იმ პერიოდში მგონია იგეთი ტვინები ვინც იყვნენ და ეგრე ნიუტონი ალქიმიკოსი იყო. ნიუტონი ისე მოკვდა რომ არ იცოდა რომ ფიზიკა რა იყო. ხო. ხო, ამბობენ როზენკროიცერიც იყო ნიუტონი და იქ მაკედან ქონდა ბევრი ცოდნები. ხო, მაგრამ საიდუმლო ორდენები ხო ინახავდნენ მაინც მაგ ცოდნებს და მაგითო. მაგალითად იქ თიხის იმებს ჩიტებს რო აკეთებს და აფრენს ზემოთ. ვინ? ომარ ხაიამი, ფილმი როა შვიცერიანი და მის ბიოგრაფიაშია შეტანილი. შენ ისე რა ქვია, ვეზირი რომ მოდის მეორე ვეზირი და ყველა რო თაყვანსებს ბაზარში და ეს მამას ფეხს ეკიდია რა თავისთვის თიხის ჩიტებს აკეთებს და ალაკებს. ხო და კი მაგრამ შენო მეო თაყვანსებს შენო ვინახარო ესე კითხება. მეო ვეზირი ვარო. შენს მაღლა ვინ არის? პირველი მთავარი ვეზირიო. იმის მაღლა ვინ არისო? იმის მაღლა სულთანია ხო და იმის მაღლა ვინ არისო? იმის მაღლა არავინო ხო და ის არავინ მე ვარ. და მე ამ ჩიტებს აფრენს. ხო. ეს გააკეთა ქრისტემ. თომას ბავშვობის სახარების მიხედვით. იქ არის აღწერილი. 5-6 წლის იყო, თიხის ჩიტებს აკეთებდა და აფრენდა. და ქრისტეზე მაინტერესებს ბატონო მალხაზე ცოტა ისე ჩამჩა უკან რო გადმოვახვიოთ ანუ ნეპალში და მაგ ტერიტორიაზე რო სწავლობდა ანუ მან შეიძინა ვინ სწავლობდა ქრისტე ასწავლიდა მაგრამ საიდან ქონდა ცოდნა ბავშვობიდან ან დაიბადა უკვე ცოდნით კი ამას უკვე გახსნილი მეხსიერება გახსნილი იქ საოცრება ხდება ხო მე პირიქით მაქვს მოსმენელი რომ იქ ისწავლაო არა ჩვენ ქრისტეს სწორედ არ ვიცნობთ იცი შენ რო ქრისტე ისე გაიგო როგორც სინამდვილეში იყო ის შენ აღჭერ მაგარი იქნები და რატომ იცი ხო მაგას თვითონაც იძახდა ქრისტე ჩემზე მეცად შეძლებთ თქვენო კი ბატონო მაგას ივანეს სახარებაში ამბობს იმიტომ რომ შენ დაიჯერებ რომ შენ შეგიძლია იგივე გააკეთო მამა ჩემშია და მე მამაში ვარ ხო და ვისაც ჩემის წამს ანუს ჯერავს მაშიც მამა იქნება და თვითონაც მამაში იქნება. ეს არის ზუსტად თავარი მოდელი სამყაროსი. ანუ ღმერთს ჩვენ ვეცებთ ყველგან გარდა საკუთარი თავის. ეს დიდი შეცდომა. ხო, გარე სამყაროში ვეცებთ რაღაცა. ყველაფრის გაკეთების უნარი გაქვს. აბსოლუტურად, მაგრამ ამას ჭირდება. ქრისტე პატარა რო იყო, ჯერ აზე არ იყო ამას რო აკეთებდა ყველაფერს საოცრებებს აკეთებდა. მაგრამ ბავშვურად აკეთებდა. თამაშობდა.
და ხშირ შემთხვევაში ეს ბავშვობა ბოროტი იყო თავისი არსით. ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტე იყო ბოროტი. ეს იყო ყველა ბავშვი ეგეთია და იმიტომ თამაშობდა. აი ეს მომენტი მაგალითად ეს არის ქრისტეს ისა ბავშვობის სახარება თომასგან. ეს მომენტი ხსნის ყველაფერს ქრისტესას რეალურად. შემდეგ არის უკვე სხვა სახარებები. ფანტასტიკური რაღაცეები, რო იცოდეთ. და როგორ ეცი რეალობასთან მიყავხარ ახლოს. და შენს თვალწინ ცოცხლდება ის ქრისტე, რომელიც მართლა იყო. რომელიც ძალიან დიდი იყო თავისი არსით. უფრო დიდი ალბათ ამ კაცობრიობას არყოლია. ხო, და ეხლა აქ არ შემიძლია კითხვა არ დაკისვათ ტურინის ის რო არის ზეწარი, რაც ეფარა ქრისტეს. ეხლა მაგაზე იყო მთელი, ანუ რაღაც გადაცემებს უყურე მაგაზე, რომ მან როგორც არის აღბეჭდილიო ეგ სურათი, ანუ ვერაფრით ვერ გამიმეორეს იგივენაირად ტექნიკით. ანუ ეგ არისო ძალიან დიდი გამოსხივების და რადიაციის შედეგიო, როდესაც სული ისევ შემოვიდა მატერიაშიო და აღიბეჭდაო. ეხლა მაშინ შეგვიძლია ხო რომ აი თამამად თქვა რომ ეგრე გამოიყურებოდა ქრისტე. კეთილი, კი ბატონო, სიამოვნებაა. ანუ მივტრიალდეთ ჩვენ საწყისებში ისევ. საწყისები ეს არის ხრემის ეპოქაში. მაშინ როდესაც მოხდა ესეთი რამ. არის ესეთი თეორია. ძველი მეტაფიზიკური თეორია. ძალიან ძველი. ამ თეორიას ქვია რეინტეგრაციის თეორია. მეტაფიზიკა ეს რეალურობაში ეს არის ფუნდამენტი ალქიმიის და ოკულტიზმის. ყველა ერთად არის ოკულტიზმი, მაგრამ ალქიმიის ფუნდამენტი ესმის. ალქიმია რეალურია აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად ვიცი ეს თეორიულად არ ვლაპარაკობ. ნებისმიერი რამის გაკეთება შეიძლება, ნებისმიერი ერთი ელემენტის მეორე ელემენტად გარდაქმნა შეიძლება. ამისათვის აუცილებელია უბრალოდ ფიზიკას სხვანაირად შეხედო. და ბუნებას. ფიზიკა ბუნება. ხო, სიტყვა სიტყვით. ფიზიკას სხვანაირად შეხედო. მე ამ შემთხვევაში იმ ფიზიკას არ გულისხმობ სკოლაში რო გასწავლიან და უმაღლეს სასწავლებლებში. მაგიტო თქვი. უფრო სერიოზულ ფიზიკაზე მაქვს საუბარი, რომელიც ფიზიკოსებმა არ იციან საუბედუროდ. 173 მეცნიერი მუშაობდა მარტო ეთერულ ფიზიკაში და რამდენი მუშაობდა კიმატიკაში, აღარ ვლაპარაკობ ეს ბგერის ვიბრაციის ფიზიკაში, რომელიც აიგრძალა. და მე შემოაგდეს ერთი მასხარა, ის რა ქვია, ნოტარიუსი ევროპიდან, ისაც იმიტომ რომ ებრაელი იყო. აინშტაინი. ხო, და გააფუჭეს მთელი ფიზიკა, მათ შორის ტესლაც. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად განვითარდებოდა სამყარო. ხო, თქვენთვის ეგენი არ იყვნენ, ხო, რაღაც ავტორიტეტი, ძალიან დიდი გონები. ავტორიტეტი. აინშტაინი არა? არა. და რატო? რატომ და იმიტომ რომ თუნდაც მისი წრფივი დროის თეორია ეს არის იდიოტიზმი, თუნდაც ფარდობითობის თეორია ეს იგივე ალბათობის თეორია. არაფერი განსხვავება არ არის. ის რომ ჩემი ახმის წერტილიდან სამყარო ესე ჩანს, ეს სუბიექტური თეორია და არ ეხება ბუნებას. ნამდვილ რეალურ კანონებს არ ეხება. კანონი ის არის, რაც სუბიექტური არ არის. ჩვენ სუბიექტურ სამყაროში ვიცხოვრეთ და მან სუბიექტურად ასახა კანონები. იმ დროს, როდესაც იმავე პერიოდში შეიქმნა დროისა და სივრცის თეორია, დრო განსვამილება არ არის შეცდომა. დრო რიტმია, მეტი არაფერი არ არის. და დანარჩენი ყველაფერი ვიბრაციაა. ჰერმესიზმის კანონი. კი ბატონო. მესამე კანონია. ვიბრაციის კანონი. თუმცა არ არის საკმარისად ის კანონები, რაც კიბალიონშია მოცემული. ბევრი რამე აკლია კიბალიონში, ძალიან ბევრი. წინს კი არ აკლია. ვინც დაწერა, სრულყოფილად ვერ დაწერა. ვერ თუ არ? ეგეც ხო შეიძლება. ან არ. ხო, ორი მაგრამ მე არ ვამბობ. კონკრეტულად ვერს ვიცახი არ წერია ყოველ შემთხვევაში. ხო, მაგალითად იგივე ზურმუხტის პირლებს, როცა კითხულობ, რამდენიმე ფრაზაა, რომელსაც მოხდა ყველა გვერდზე ტოვებს. პირველი. ის გეუბნება ესეთ რამეს ზურმუხტის პირლებში. რომ ყველაფერი ეთერიდან მოდის. ეთერი მასაა, პირველი ელემენტი სხვათა შორის 1911 წლის მენდელეევის წინგში იყო ეთერი. უმასო ელემენტი. ხო აქ მნიშვნელობა და 1902 წლის სტატია აქვს, შეიძლება თმები ყავს. ხო და ეთერი არ მესმის, აი, კარგად და შეგიძლიათ უკეთ ამიხსნას რას ნიშნავს ეთერი? ხუთი ძირითადი სტიქია მოცემული ძველ ალქიმიაში. ხო. ცეცხლის, წყლის, აერის და მიწის. და მეხუთე არის კვინტესენცია. ხო, კვინტესენცია, მაგათი ეგ არის ეთერი, სიცოცხლეა ეგ. კი. ადამიანის ფიზიკური სხეული რომელიც აქვს შიგნით, მე ამას ავხსნი. ხო, მაგრამ მაგ კვინტესენცია, ანუ სული წმინდაც ეგ გამოდის რაღაცა გაკებით, ხო, ესე იგი. პისტის სოფია. იცი რას ამბობს ფილიპე? ბიჭო, ამას ამბობენ თავის ახარებაში, ამბობენ რომ
ღვთისმშობელთან სული წმინდა შევიდაო და ისე გაჩნდა ქრისტეო, კაი ასისულელიაო. ქალი ქალთან ვერ შევიდოდა კონტაქტში. პისტის სოფიას მომენტია. ხო, ეს პისტის სოფია საერთოდ ფანტასტიკური ნაშრომია. სქესი აქვს იმას? ეგრეგა. ხო და თევზიც მაკედან იქნება, რო იცოდე. ორი სინუსოიდა როა იყო. ხო. ჭრის თევზს ქმნის. თევზის ეპოქის დასაწყისი. ხო და ზურმუხტისფილებში ესეა, რომ ამოძრავდა პირველად გარკვეული ელემენტები მწრიულად. წრიულად მოძრაობას 61 წელში დაარქვეს ტორსიული ველი. უფრო ადრე დაარქვეს 1922 წელში იყო ესეთი ფრანგი მათემატიკოსი, რომელსაც ტორსიული მათემატიკას შექმნა. მოძრაობის წრიული, ანუ ენერგეტიკული. ხო და შემდეგ 61 წელში ექსპერიმენტების შედეგად მიიღეს ეს ენერგია, რომელიც ენერგოინფორმაციულ ველს გადასცემს. და შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, ახლა ეთერს ვერ დააბრუნებდნენ. და ტორსიულ ველს სპინალური დაარქვეს კვანტურ ფიზიკაში. და შემდეგ ეს ყველაფერი ეთერს თვითონ პლაზმა. ახლა მიხდით ხო? გეუბნება იქ რომ სამყაროს 98% პლაზმაა, ისა ეთერიაო და ეს გეუბნება რომ სამყაროს 98% პლაზმაა. და ეთერულ სხეულს დაარქვეს პლაზმოიდები კვანტურ ფიზიკაში. მაგრამ რეალურად ეთერული სხეულები არიან, ხო? იგივეა. ხასახელებმა დასაწყისს მაგსამა ის მაშინ იყო ეს სახელი შექმნილი ეფირ იმიდან ბერძნული ენიდან და ეხლა დაარქვეს უფრო თანამედროვე სახელი. ანუ ეთერი უფრო რაღაცა ღრმა ფენა არის, კიდე ამ სტიქიებს მიღმა, ანუ რა თქმა უნდა, კვინტესენცია. ხო, ბევრად ღრმა და დაფარული, მაგრამ ყველაფერს მოიცავს. ხო, ყველაფერს მოიცავს. იმიტომ რომ 1 კუბურ სანტიმეტრი ეთერში იმდენი ენერგია და დამიწას 1 წელი ხო. ხო. ყველაფერს თავი გავანებოთ, ამას ამბობს მე არ ვამბობ ტესლა. ხო და შემდეგ ამბობს რომ აქედან იქნება მატერია. ესე იქნება მატერია. მე ვიძახით 20 რასაც ხსნის და შემდეგ აქ ციფრებს ელაპარაკობს 3 4 5 6 7 8 9. რატო 3 4 5 6 7 8 9? იმიტომ 1 და 2-ს არ ასახელებს. იმიტომ ეს არის პირველი საწყისი 1 და 2. აქედან იქნება დანარჩენი ყველა. გაიხსენე მე ქრისტეს გეუბნება ორწნებას გაძლევთ. შორს არ წავიდეთ. გიყვარდეს მამა შენი პირველი ანუ ღმერთი შენი და მეორე გაუბნება მეორე მწნება ეს არის გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი მეტი არც არის ქრისტე და ერთი ლოცვა მამაო ჩვენს ვერე ხო და ამბობს ამას ხო ინტერესორია და ბოლოში იმისი რა ქვია ზურმუხტისფილების ბოლოში და ზურმუხტისფილების ბოლო დათარიღება ეხა ახალი დათარიღება არის 39000 წელი. ანუ ეს წარღვნამდე პერიოდია. რა თქმა უნდა. ძალიან შორს წარღვნამდე. შორს პერიოდი. ხო და ეს არის გამწვანებულია და ამიტომ დაარქვეს ზურმუხტისფილების სპილეძი მწვანდება დროთა. თუ რეალური ზურმუხტი არ აწერი. რეალური ზურმუხტი არ არის. ეს არის დაწერილი სპილეძის სპილებს εκεί. ხო და 39000 წლის დატას ბოლოში ამბობს რომ ჩვენო თქვენთვის ღმერთები ვართ. ადამიანებს აუგნება. და თქვენ შემდეგი თაობისთვის იქნებით ღმერთები. ფილიპეს სახარებაში ქრისტე ამბობს. ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანმა შექმნა ღმერთები. იგივე სიმეორებს თავისი არსით. მე პერიოდებია ძალიან საინტერესო. ციკლი ითვლება 25800 წელი. 600 წელი ბოდიში. 26000 გრუბად. რო ვთქვათ, ეს როგორც ესე სინუსოიდა მოდის, სამოთქვამოდ და სადღაც ცენტრში იჭრება და პოზიცია იცვლება. აი, აქედან აქამდე ერთი ხაზი მთლიანად იმის წინ რა თქმა უნდა წინა ციკლი იყო. ეს იყო წინა ცივილიზაციების ციკლი. ну, თქვა ატლანტების, ლემურების. ხო და წარღვნაც მაგ ციკლის ცვლებს ემთხვევა? ემთხვევა, ხო? ღერძის ცვლებას. ღერძის ხო. მაგ მომენტებს მოვყვები მე როგორ არა ინტეგრაციის თეორიაში. ეს კარგად არის ახსნილი. ხო, საქმე იმაშია რომ ამ ციკლის პერიოდი მიახლოებით ეს არის 12600 წელი თუ რაღაცა, არა 12800 წელი მიახლოებით ამ ციკლის პერიოდში ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით 12 ღმერთი მართავდა დედამიწას სამყაროს. ეგვიპტური. შემდეგ იწყება მეორე ციკლი, რომელიც ასევე მიდის 12000
800 წელი და დასასრულზე ვართ ახლა. თუ ახლოვდებით ყველა ნელ-ნელა წელი არა ახლოვდება არის. არის უკვე. კი. ქაოსის პერიოდში შევედით. იმიტომ რომ თეოსმა ქაოსისგან შექმნა კოსმოსი. ქაოსი მოწესრიგდა და შეიქმნა კოსმოსი. კვერცხის ფორმა მიიღო წრიულად ტრიალებს, ესაც ჯენიტორსიული ველი და იღებს ფორმას კვერცხის და ბოლოს იქნება მატერია. ესე ახსნილი ძველ ბერძნულში კოსმოგონიაში. წამოვიდა ეს ყველა მართლა ეგრე ხდება რო იცოდე. და მე ეს პრაქტიკულად შემიძლია ჩვენ ვისაც უნდა. თუ ძალიან მოინდომებს. შემდეგ იწყება ქვედა დაღმა პერიოდი და აი ამ დაღმას შუა პერიოდში ახლა წარმოიდგინეთ რომ 12000 წელია ხო 6000 წელი ესე თავის ზენიტამდე მიდის და მე მოდის ზემოთ ამ პერიოდში ღვთისმშობლები მართავდნენ დედამიწას ანუ იმ წინა 12 ღმერთისა და ადამიანების ბიბლიაში რაც წერია ნეფილიმები ვისი შთამომავლებიც ხო მაგრამ ბიბლიაში ნეფილიმები ბოროტები არიან რეალობაში არიყვნენ ანუ ქართულ მითოლოგიაში ხო ღვთისმშობლები ღვთისმშობლები ამირანი იყო ღვთისმშობლი კოპალა იყო ღვთისმშობლი რომლებიც ეხმარებოდნენ ხო ადამიანებს კი ბატონო ხოდნენ დევები პარალელურად კი და მიდიოდა ბრძოლა ამორშოს ხო აქ არის ეს ღვთისმშობლები ისინი გოლიათები იყვნენ ხო იმის მიხედვით ბუმბერაზები იყვნენ როგორც წეს მე-11 თავში პირველი ნაწილის შესაქმნის ან ზოგადად მაგ დროს კაცობრიობის გენიც ეგეთი იყო ადამ და ევაზეც ხო იძახიან რომ ძალიან დიდები იყვნენ ნუ რა თეორიების მიხედვით ხო ადამ და ევა როგორი იყო არ ვიცი არ ვიცნობდი ხო არა თეორიების თეორია მე პრაქტიკა მაინტერესებს სიამოვნებაში არის კი ესეთი ძვლები ანახი კი ხევსურეთშიც არის ნაპოვნი დიდი ძვლები ძალიან ქართლში 5.5 მეტრიანი იმაში 11 მეტრიანი ბორჯომის ხეობაში რომელიც მე დისკავერმა წაიღო და ასე შემდეგ არის ნაპოვნია კი ბატონო და კიდე ძალიან ბევრი ალბათ ნაპოვნი რაც არც ხო არც უნდა ხევიათ არავისთვის მაქსიმუმი რაც არის ნაპოვნი 18 მეტრი სიმაღლე აქვს და მინიმუმი 3 მეტრ-ნახევარი ხო ახლა როგორ ხსნის ხო და შემდეგ ამ შუა პერიოდის შემდეგ იწყება ადამიანების მეფობის პერიოდი. ეს პერიოდის დაწყება ემთხვევა საინტერესოა. კალიოგას ეპოქის დაწყებას. ეს ისტორიული პერიოდი იწყება უკვე. ამ ჩვენ დავიწყეთ კალიოგას, თქვა ადამიანთა მოდგმა. ადამიანთა მოდგმა არა იმან დაიწყო, აბარა. ჩვენ ყველაფერს ხო ეშმაკს ვაბრალებ ღმერთს. ფანტასტიკურად არის ახლა მუდმივად ვკითხულობ ხოლმე ვოლანდი ბოროტი იყო თუ კეთილი ნაწარმოების მიხედვით. ვერ მეტყვით ბოროტი იყო. ის არც ბოროტი იყო და არც კეთილი. ადამიანები იყვნენ ამ ბოროტები ან კეთილები, ისინი არჩევანს თვითონ აკეთებდნენ. და თუ შენ კარგს ხოვლობდი, კარგს ღებულობდი, თუ ხოვლობდი, თუ ღებულობდი, ესეა საერთოდ სამყარო მოწყობილი. ამას ამბობს ლაოციც. მაშინ როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება, კაცობრიობამ შეიმეცნა რა იყოს. მანამდე არ იცოდა, მანამდე ისედაც იყო ეს სიკეთე. და ბედნიერად 1000 წლეული გაიხსენე, როგორ არის აღწერილი იქ, ანუ ყველას ერთმანეთი უყვარდა, ყველას ხო, ედემის ბაღიდან გამოსვლაც ხო სიმბოლურად მაგას შეგვიძლია დაუკავშიროთ, აი ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხილიც, ხო. ხო, მაგრამ რატომ უნდა გამოიყენო ედემის ბაღიდან იმის გამო, რომ კარგი გააკეთა ამ კაცმა, წარმოიდგინე როგორი ღმერთი ყოფილა. საქმე იმაშია რომ ებრაულ ვერსიაში მაგ ღმერთს მეორეს მიწის მტვრისგან რო აკეთებს თუ ის მართლა ღმერთია რა სიჭირდება მიწის მტვრი მასალა რა სიჭირდება ესე შენ შეგიძლია გააკეთო თუ მასალას მოგცემენ გენა ინჟინერია თუ იცი გენური ინჟინერია გააკეთებ რა უნდა კლონირებას გააკეთებას დიდი არაფერი არ უნდა ხო სიტყვაზე ნებისმიერი ბიოტექნოლოგი შეუძლია გააკეთოს ხო იქ მიწის მტვრისგან აკეთებს რა არის მიწის მტვრი მიწის მტვრის ელემენტებია რომელიც მართლა ესეა შედგენილი ადამიანი მიწის მტვრისგან არა ბიჭო აი ეგეთ პელერმანის 1980 წელს გამოშვებული გეოქიმიის წიგნი კატალოგია პრაქტიკულად სადაც არის აღწერილი კოსმოსის შემადგენლობა პროცენტული დედამიწის შემადგენლობა და ადამიანის შემადგენლობა მზის სისტემის შემადგენლობა რომ მიყვები არა აბსოლუტურად პროცენტულად ერთი და იგივე ესეც შენი
ადამ კადმონი ბიბლიაში და ადამ პროტოპლასტი, ესაც შენი მაკროკოსმოსი და ხო, მიკროკოსმოსი. ეგეც ხო რომ ჰერმესის თუ კოსმოგონიაში. ანუ ყველაფერი სამყაროში ერთი და იგივე ელემენტებისგან შედგება და ერთი და იგივე მასალა და თიხა არის ყველგან. ხო, შესაბამისად მაგითი, არა, თიხა როგორ სიმბოლურად როგორც ესე ვთქვათ, პრიმა მატერია რისგანაც შემდეგ აკეთება. ხო, ადამიანმა რადგან მოზილეს თიხა, გონიათ რომ ყველაფერი თიხაა. მიწისწვერი. ეს მხატვრულად, ხო, მიწისწვერი. მიწისწვერი უფრო სწორია. და შემდეგ ჯაბერა ხო სული. და შემდეგ რა უგზალა შემეცე ცნობიერების ხის. გნოსტიკურში ეს ერთი ხე არ არის, იქ ხუთი ხეა. ხო, აქ ორია, სიცოცხლის ხე და კეთილისა და ბოროტის არა, ერთი ხეა. მე ორი ვიცოდი. ორი სიცოცხლის ხე. ხო, სიცოცხლის ხე და გნოსტიკურში ხუთია, ხო. და ამ შემეცნების ხის ნაყოფის გააღება არ უნდა. კარგია, მოდი გადავხედოთ სხვას. ამირანმა რა გააკეთა? ცეცხლი მოპარა ღმერთებს. პრომეთემ? იგივე. იმიტომ მოპარულია პრომეთეც. ნოე ვინ არის? ვისაც დაევალა ბიბლიურად გადარჩენა იმ დროინდელი გენის. მანამდე არ არსებობდა? ნოე? იმ დროში მანამდე რას გულისხმობთ რა პერიოდს? ხო, ნოე არ არსებობდა? არ ვიცი. რატო გილგამეში? ხო, გილგამე მაგაზე თანაფიშტი ერქვა. ხო, მაგაზე იძახიან ეგ იყო ნოეო. ოღონდ სხვანაირად თქმული. ხო, ებრაელი არისო. ის რა ქვია ზეუსუდრა? ზეუსუდრა არ ვიცი. ქალდეურში. ხო, დევკალიონი? იგივე არის. კი, კაცო. ნოესნაირი პერსონაჟი. კი, კაცო, თან როგორ ხდება, იცი, ძალიან საინტერესო მომენტია აქ. პრომეთემ ასწავლა დევკალიონს პრომეთეშვილია. და ასწავლა დევკალიონს ან იმ პრომეთესი ვის გაკრეს, ხო. კი, ბატონო. პრომეთე იაფეტიშვილი. ხო. პრომეთემ იაფეტი არის ძმა კრონოსის და კრონოსი იმ პერიოდის მეორე თავების ღმერთი იყო. და ზევსი არის კრონოსის შვილი. რომელსაც კრონოსი ჩააგდოდათ თარგმანში ერქვა ღმერთს. მორიგე. ხო. იქ არის ურანოსი, კრონოსი, ზევსი. ეტაპები ხო ხედავ როგორ მორიგეობენ. ხო. ხო და ასწავლა ისა, ვინ იყო კრომეთეს იმისი, რა ქვია, დევკალიონის სონი? პეთი. პეთი ვინ იყო? ეპიმეთესა და პანდორეს შვილი. პანდორე იყო პირველი თიხისაგან გაკეთებული ქალი. ანუ ევას შეგვიძლია დაუკავშიროთ რაღაცით პანდორა თუ შეგვიძლია თუ ვინა დაუკავშირე მე არ მაწუხებს, მაგრამ ზოგადად ვიძახი. და შემდეგ პეთი მოყავს დევკალიონს სულად იმათი შვილი. პანდორე როგორ შეძენა ხო ზევსმა გააკეთა, სული ჯაბერა, გააცოცხლა და მიდი. ხო, და ეგეთი უნივერსალური ხრა ლამაზია ძალიან უგაგდა, ახლა ეპიმეთემის თლად ისე კარგად ვერ აზროვნებდა როგორც პრომეთე და მოიყვანა ცოლად. ხო, და ეგეთი უნივერსალური ეპოსი და პასაჟი რო არის ყველგან. აი ეგეთი ნოეს სხვადასხვა სახეები. ეგ მექანიზმი მუშაობს. ეხლა თუ ერთი და იგივე რაღაც მოხდა და ყველამ თავისი ენით და რქვა სახელი მაგას. ერთ და იგივე მექანიზმი მუშაობს კანონზომიერების. და რას ემორჩილება ამას ვიტყვი ახლა. ხო. უბრალოდ წარღვნა ყველგან არის აღწერილი ყველა მითოლოგიაში. და წარღვნის შემდეგაც ერთი და იგივე ეპოსი რომ ვიღაცები წყლიდან მოდიან და მოაქვთ ეს ცოდნა, ასტრონომია, აგრიკულტურა, იქ სამხრეთ ამერიკაში, ეგვიპტეში. ებრაელებში ეგ აღარ არის დარჩენილი, მაგრამ შუმერებში არის. ხო, კი, შუმერები, აცტეკებში, მაიას, უფრო სწორი გამოთქმა, შუმერი ამათ დაარქვეს სახელად. ეგ სემუელ კრამერის ასპექტია, იმან იმასაკრა თავიდან. პირველი ვინც შუმეროლოგია დაიწყო, ზოგადად ეგ მიმდინარეობა. მან ხდება შემდეგი ეტაპი, ეს არის კალიუგას ეპოქა. ის დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ ეს მართლა ესეა, რატომ? იმიტომ რომ აღმოაჩინეს მთელი რიგი დასახლებები დღევანდელი მესოპოტამიის ტერიტორიაზე, მაშინდელი მესოპოტამიის ტერიტორიაზე, რომელიც არის შუმერამდელი ეპოქის ცივილიზაციები. ჩვენც კედლები არა აქვს შემო ამ ცივილიზაციების კედლები არა აქვს დასახლებები შემორტყმული. ანუ შეგვიძლია ომშიც არიყვნენ არავისთან საერთოდ. შეგნებულად ომი არ არსებობდა საერთოდ. ვა. და ყველას თავის ფუნქცია. შუმერში უკვე იყო, ხო, კედლები გალავნები და ხო. კი ბატონო. ბაბილონში მithumetes. ხო, ბაბილონში. ხო. პირველი ქალაქი იყო პრაქტიკულად მილიონიანი ქალაქი. შემდეგ იწყება უკვე ადამიანთა პერიოდი, ასე რომ ესე ვთქვათ, ამ გაგებით ადამიანთა დღეს როგორც ვართ და ძალიან საინტერესოა. კალიუგა, ანუ ბნელი ეპოქის პერიოდი. როდის იწყება ისეთ ბნელი ეპოქის პერიოდი? 3102 წელს 28 თებერვალს. 18 თებერვალს დაიწყება. დაიწყო. ჩვენ წელს არ იწყო.
ბოდიში მე მეგონა დაიწყო. ეპოქა თავდება ხო. ახლა პირიქით. ეს პრემანანდას მიხედვით. პრემანანდა ეს არის ინდური მათემატიკა. ციფრული მათემატიკა, ასტროლოგიური მათემატიკა. მოხდები? ცოტა სხვანაირია. ეს პერიოდი ემთხვევა სატურნის შემოსვლის პერიოდს და ეს არის სატურნის ეპოქა. ესე ითვლება მაგათი კანონების მიხედვით. ხა საინტერესოა თვითონ ზოგადად ადამიანს როგორ აღიქვამდნენ და ამ დედამიწას როგორ აღიქვამდნენ ჰერმესისტები და გნოსტიკოსები და დიდი საინტერესო ფენომენებია მაგიმეებში, იმიტომ რომ ორივე გნოსტიციზმი ძირითადად იმავე პერიოდისაა, როცა ლაოციც დაოიზმით შეიქმნა. ნუ ეს გვიანდელი გნოსტიციზმი საბოლოოდ მე-12 საუკუნეში და 1280 წელს მე-13-ია რომის პაპმა კატარები საერთოდ გაანადგურა. გნოსტიკოსები იყვნენ პრაქტიკულად ტამპლიერები. იცოდეთ. მაგრამ ჰერმესისტებიც იყვნენ. იმიტომ რომ მთელი ალქიმია ყველაფერი ჰერმესიზმზე იყო. ჰერმესიზმში როგორ არის? ადამიანი და ოკულტიზმის წესია ნამდვილ ოკულტიზმში ადამიანი შედგება ძირითადად სამი სხეულისგან. მეოთხე არის ფიზიკური სხეული. ეს რეალობაა. ეს არის ზუსტად იგივე რაც ციფრული თვალსაზრისით პითაგორას, დეკარტისა და მონადის თეორია. 10 რომელიც ქმნის 1-ს, მე-10 ხო რეალობაა. იყოფა ესე 3, მაგრამ თითო სხეული კიდე თვითონ შიგნით იყოფა 3-ად. აქედან 9 წირეული წერტილი აქვს, მაგრამ ეს 3 სხეული არის ზოგადად სამყაროში ეს არის მენტალური სივრცე, ასტრალური სივრცე და ეთერული სივრცე. ანუ ფიზიკური სივრცე. და ადამიანში ამ ფიზიკური ეთერულში გადის ბოდიში. ხო, ის ფიზიკური. ხო, და ეთერული ენერგია და აქედან გამომდინარე ფიზიკაა. ხო და უმაღლესი სივრცე, ანუ იგივე მენტალური ენერგოინფორმაციული სივრცე, ესე რომ ვთქვათ. ხო, პითაგორას აღწერს შემდეგნაირად, ეს არის ბგერის, ფერისა და ფორმის. ბგერა და ყველაფერს ამას განსაზღვრავს ციფრი გეუბნება. ოკულტისტები ადამიანში მენტალურ სივრცეს ეძახდნენ ემანაციურ სივრცეს, ემანაციურ სხეულს. ასტრალურ სხეულს ეძახდნენ ემოციურ სხეულს, ემოციური ინტელექტი აქედან მოდის სიტყვა. და მესამე ეთერულს ეძახდნენ ეთერულ სხეულს, რა თქმა უნდა. ეს ინსტინქტური სხეულია თავისი არსით. ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ადამიანის სხეულს აქვს თავისი ორეული. ერთი-ერთზე გავს ადამიანს. ამ ორეულს ქვია კა. და დაუკვირდით. მაგათ მენტალურ სხეულს ისაც 9 იყოფა, ეგრე არ არის. ჰერმესიზმში, ანუ ძველ ეგვიპტეში. თავარ მენტალურ სხეულს ქვია ახ. ბა ქვია ემოციურ სხეულს და კა ქვია იმას ეთერულ სხეულს. და თვითონ მატერიალურ სხეულს ქვია ხა. ხა. ის ორეული, ანუ კა, ერთი-ერთზე გავს ადამიანს. და ერთი ახსნა აქვთ მედიცინაში ესეთი. თუ შენი ხა ცუდად გახდაო, კას თხოვე, დაელაპარაკეო, მოელაპარაკეო. და ის კარგად ესე იგი იქ არის პრობლემაო და შენი ხაც კარგად გახდა. ხო, იმის მოგვარებით აქაც უკვე პროცესი დაიწყება. ხა, ხო, ესე სხვადასხვანაირად იკითხება ეს მარცვალი სხვადასხვა სიტუაციაში და მე რა ხდება? ასახული რო არის ეთერული სხეული, მასში ორი გველი დაცურავს პირანურ. ხო, ერთმანეთში გადაჯერა. ხო, ჰერმეტიზმშიც ხო. ეხლა თუ ის თუ ის კაშია, ესე იგი ფანტომია. ეს არის ინფორმაცია ადამიანის შესახებ. ამ ორმა გველმა ყველაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ გეუბნება. ესაც შენი გენეტიკური კოდი. ოღონდ ფანტომი. არსებობს თუ არა ფანტომი რეალობაში. გარიევი. მთელი ტალღური გენეტიკა ამაზეა აწყობილი. 1988-ში როდესაც პირველად აღმოაჩინა ფანტომი, 7 წელი ვერ დაიჭერა. 5 წელი ზომავდა აქედან ფანტომის ინფორმაციას, ისე რომ თვითონ გენი არ ედო იმაში აპარატურაში. და ბოლოს გამოიტანა დასკვნა, რომ ფანტომია ყველაფერი და აქედან დაიწყო მე ადამიანის კურნალობის მაგის მეთოდები. კბილები რომ ამოიყვანა 80 წლის ქალში ბოლო. ფანტომში ეს კაი გულისხმება, ხო ეს კა? კაში, ხო.
იმიტომ რომ ის არის შენი ორეული და ფანტომი თანამედროვე ენაზე ვამბობ ამ შემთხვევაში. და ანუ ეგ სულ არსებობს ჩვენ გვერდით თუ ანუ სად იმყოფება? ეხლა ითარგმნა თვითონ ტერმინი კახუ ითარგმნა როგორც მაგია. იგივე თეორია. მაგია. კახუ. ეხლა დაუკვირდით მარცვლებს თვითონ. ეს არის ეთერული სხეული. ხო, ეს არის მატერიალიზაცია. რა გამოვიდა ეთერის მატერიალიზაცია. ესაც შენი ალქიმია. თუნდამეტი. ხდები ხო? კი. აი ამ პოზიციით არის ყველაფერი. ხა უბრალოდ მე ერთ საუბარში ამას ყველაფერს ვერ ხო, უბრალოდ აი მაგაზე მაქვს. ისაც შემიძლია აგიხსნა თითო ელემენტი როგორ იქნება მეორე ელემენტისგან. არ არის ეს პრობლემა. ქიმიაში ვიცი. შემდეგ ეგ თემები კიდე შემოვინახოთ სხვა გადაცემებში, მაგრამ ამაზე სულ მაინტერესებს, ანუ ეგ კახო რეალურად ჩვენ სხვა განზომილებასთან გვაქვს შეხება, ხო? აი მე ახლა მაგაზეც ვისაუბრებ, ხომ მივდივარ ბაქამდე. ხო და ანუ ეგ განზომილებაც აქ არის, ხო? ანუ აქ არსებობს ჩვენთან განუყოფოთ, სულ. კი ბატონო, ყველა განზომილება აქ არის. ეხლა რატომ ვცდილობ მე ამის ესე გზით წაყვანას სიტუაციის? ძალიან საინტერესოა თვითონ რეინტეგრაციის თეორია. ვახსენებ უკვე, მაგრამ ჯერ არ ამიხსნია. რეინტეგრაციის თეორიის თანახმად. ეს სამი სივრცე არის დალაგებული. ისინი სივრცეს როგორც სამკუთხედებს ისე ასახავდნენ რა. ანუ მენტალური, ასტრალური და ფიზიკური. ადამიანურ ენაზე ვილაპარაკოთ, ხო, თანამედროვე ადამიანი არ გაიგოს. და აქ ცხოვრობდნენ მაკროპროსები. იცი რა არის მაგალითად? არა ვიცი. ზელთავიანები. ეხლა არ მითხრათ არ არის ეგრეო. უამრავი მუმია და ჩონჩხი აქვს. უკან გძელთავიანები. ხო, მე რატომღაც ესეთ გძელთავიანებზე ესეა. ხო, უკან რო იზრდება. ხო, ფარაონებსაც ხშირად გქონდეს. ნიშნავს გძელთავიანს. სიმაღლე მათი 3-დან 4 მეტრამდეა რა, 3-3.5. ძირითადად ამის ფაქტობრივი მასალა არსებობს ეს კი მეც ნანახი მოქვს კითხვა. კი. მაკროპროსები. მაგრამ მოხდა ისე რომ ადამიანმა დაკარგა კონტაქტი მენტალთან, ზედა სივრცესთან. ანუ შუა ასტრალური სივრცე ჩაეკეტა ადამიანს. ეს სივრცე ამოტრიალდა. სამკუთხედი პირველად რო არის ასახული იქ ფორმებში. არის სამივე სამკუთხედი ზემოთ მიმართული. მერე ხდება რომ შუა სამკუთხედი ტრიალდება. და ამ დროს გაწყვიტა ადამიანმა მენტალთან ანუ სამყაროსთან. უბრალოდ მაგაზე მქონდა კითხვა და ეხა ვიპასუხეთ, რომ ანუ მაღალი განზომილების ცნობიერებით იყვნენ, ხო, სადაც სული და მატერია ერთიანი იყო, ხო? და იმას გამოეთიშნენ უბრალოდ. იმას გამოეთიშნენ. და დარჩენ დახვდათ მიკროპროზები ქვემოთ. ხო. იმას გზელთავი აღარ ჭირდებოდათ, იმიტომ რომ მოკლე თავითაც კარგად შეიმეცნებდნენ. რაც უფრო პატარა გაქვს დღეს თავი ხო ატყობ უფრო მეტი. ეგ წარღვნის შემდგომ პერიოდში ხდება თუ მდე? აი წარღვნებსაც გეტყვით. აქედან გადავალ მენენელა პოზიციებზე. მე ვცდილობ რომ ოკულტური, ჰერმესისტული, გნოსტიკური ცნობიერებები ერთად დაგანახოთ. თანამედროვე რელიგია ყველაფერი გნოსტიციზმიდან არის მოპარული. და დამახინჯებული. და ამიტომ მინდა რომ დაგანახოთ ერთიანობაში. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი. არაფერი განსხვავება იმ შუმერულს და ეგვიპტურს შორის. ყველაფერი ერთია და ეს ერთი სივრცის თეორია, ერთ სივრცეს რატო ვიძახი? არა ინდოევროპული თეორიაა ეს. დედამიწური თეორია, სამყაროსეული? არა, უფრო წინა პერიოდის, ჩვენი. ხო. უფრო წინა პერიოდის ქართველები შევდივართ ამაში, კავკასიაში შედის ამაში, იმიტომ რომ გენეტიკის მატარებლები ვართ, ესმის. ხო და არა ინდოევროპულია. ინდოევროპული არის ეს მაჰაბჰარატა და ინდუსიზმი და ესეთი თეორიები. ინდოევროპულია ირანიც, მაგრამ თვითონ ზოროასტრიზმი უკვე ინდური თეორიაა. იმიტომ რომ შეიქმნა დასავლეთ ინდოეთისა და აღმოსავლეთ ირანის საზღვარზე. სალატუშტრა თვითონ ძალიან კაი ტიპი იყო სხვადასხვის. ხო, მომწონდა ყოველ შემთხვევაში მოკლეს ისაც. ხო და მაგრამ ის მაინც უფრო რელიგიისკენ მიისწრაფოდა და ეს უფრო თავისუფალი თეორიებია, ხო ხდები რაზე მაგრამ. და გაჩნდა მოთხოვნილება იმისი, რომ კაცობრიობა დაბრუნდეს უკან. ანუ ეს სამივე სივრცე გაერთიანდეს. ხო, სადღაც მოწყდა, ესე ვთქვათ, იქ დაბრუნდეს. იმისათვის რომ გაერთიანდეს კაცობრიობა უნდა მოახდინოს ტრანსმუტაცია. ცნობიერების ტრანსმუტაცია. ალქიმია თავიდან ბოლომდე რაც უნდა გავაკეთოთ. რა არის ტრანსმუტაცია სიტყვით? თავარი გაგება ხო ტრანსმუტაციის. მისი აბსოლუტური სინონიმი მხოლოდ ქართულ ენაშია შემორჩენილი. ლათინური სიტყვაა ტრანსმუტაცია
და ქართულად ქვია გარდაცვალება. გადასვლა ერთი საფეხურიდან მეორეში. და მისი საწინააღმდეგო მხარე არის სტაგნაცია. სტაგნაცია არის გაჩერება სიკვდილი. და გარდაცვალება როგორც ცვლილება ფორმის და თავიდან ბოლომდე ყავილის შეცვლა. შეესაბამება ციფრი 13. გარდაცვალებას. ტრანსმუტაციას, ხო. კი. ციფრი 13 შეესაბამება. სინამდვილეში წელიწადში 13 თვე. მაიას კალენდარში როგორც არის ეგრე? რეალურად. თვე რა არის? თვე არის მთვარის ციკლის, ხო, 28 დღიანი, 28 დღე და 6 საათი. სუთგად, დღე ღამე და 6 საათი, ეს არის თვე. თუ გადავთვლით, გამოდის ჯამში 365 დღე, ზუსტად გამოდის. 366. ხო, ამის გადათვლა საჭირო რა, და გამოდის წელიწადში არის ზუსტად 13 თვე, მეტი არა. არ არის 12 თვე. და უნდა არსებობდეს 13 ზოდიაქოს ნიშანი და არა 12. მე-13-ზე ის გველის ბჭერი, რასაც ეძახიან, ხო? გველის ბჭერი, ანუ როგორც შეგვიძლია ჩავთვალოთ, სიბრძნის დამჭერი, აი მაგ ცოდნის, რაც შემდეგ მიგიყვანს ტრანსპუტაციამდე. სიბრძნე და გავიწყდეს, სიცოცხლის ხიზირში იყო. ხო. თავში არწივი. როში მგელი. კი ბატონო. ცარბათუ ერქვა შუმერულ ენაზე. ცალბათუ? ცარბათუ. ხო. ეხლა რა ხდება მანდა? ეხლა ეს მომენტია ზუსტად ყველაზე მთავარი. 26,000 წელიწადში ერთხელ ეხლა ჩვენ გადავიდეთ რეალურ პოზიციებზე. დედამისის ღერძი მუდმივად იცვლება. ირხევა ის, გადადის აქეთ, გადმოდის აქეთ. ავტომატურად ღერძი რო იცვლება, ფორმა სიმყარეს ვერ ინარჩუნებს. არის თუ არა ეს? არის. დედამიწას რეზონანსი იცვლება. აქედან გამომდინარე იცვლება მთელი გარემოება, რაც მასზე არის. ადამიანის სიცოცხლეს კარბონატული სიცოცხლეა, იცი ხო რაც არის კარბონატული სიცოცხლე? არა. ძირითად შემადგენლობა კარბონატულია. ნახშირბადის, ჟანგბადის და კარბონატული. ჰიდროკარბონატულია, კი. ადამიანის სიცოცხლე მთლიანად კარბონატულია თავისი არსით. ამის გამო გარკვეული ქიმიური ელემენტების შემადგენლობაც იცვლება გარემოში. და მთლიანად დედამიწის იცვლება. მაგრამ ეს ღერძი ამ წუთა 65 კილომეტრის სისწრაფით მიდის, ეს სწორდება დედამიწა. ჩვენ ვიცით რომ ესე იყო. ხო. ეხლა ესე აღარ არის. აქედან გამომდინარე რეზონანსი შეიცვალა დედამიწის. ხმა შეიცვალა. სიხშირეც შესაბამისად შეიცვალა. კი ბატონო, სიხშირის ამაღლება ნიშნავს რომ დედამიწა ფორმა შეიცვალა შიგნიდან. ეს ნიშნავს რომ პირდაპირ დედამიწას არ აქვს სინამდვილეში. ჰერმესისტული კანონების მიხედვით დედამიწა რო ცარიელია შუაგულში და შიგნით მეორე მზეა, შავი მზე, იქნება თუ არა შავი მზე? იქნება, რა თქმა უნდა, რა იქნება ეს შავი მზე? ფერომაგნიტი. ფერომაგნიტი? კი ბატონო. საერთხევადი მაგნიტი. ხო. ხო, ეგ თეორია მაშინ დასტური არის იმაზეც, აგარტაზეც. რა თქმა უნდა. ხო. ხო და მიწის ქვეშა სამყაროზე. სხვანაირად ის ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც მის გარშემო იქნება, არ არსებობს. დეგესმის ავტომატურად ელექტრომაგნიტური ველი იცვლება გარშემო, ამიტომ იცვლება მთლიანად სიცოცხლე. ეს არის საფუძველი რეალური ევოლუციის და ამ დროს ხდება კიწერს იქ პირდაპირ ან ინვოლუცია კაცობრიობის, ან ევოლუცია კაცობრიობის. ეს ტერმინები მისი დარვინის მოგონილი არ არის, ეს უძველესი ტერმინებია. ასე ინვოლუციას არის დეგრადირება ადამიანის, ევოლუციას არის განვითარება ადამიანის. ხო. ამ დროს რა თქმა უნდა კატასტროფები ხდება დედამიწაზე. და ეს კატასტროფები ის ამბობს კიდეც თუ გახსოვს. წარღვნას ალბათ მაგითი გამოწვეული არის თავიდან ბოლომდე, ხო? კატასტროფა იყო. მიწისძვრები, წარღვნები, შემდეგიო პერიოდი ცეცხლით იქნება განკი. ხო. ვულკანები, ხო. მიხვდით ხო? კი. ეს ახლა მე არ მინდა მთელ გეოფიზიკაში ჩავყნავდე და დეტალურად აღიხსნით ეს. ხო, არა, თუმცა ძალიან კარგი მექანიზმი არის ასახსენალ ფიზიკური რა შეიძლება იწვევდეს მაგოვლენებს. მე გეუბნებით იმ მასალების მიხედვით რომ ეს ძველია და როგორ იყო იქ ახსნილი. და ეს ხდება აი ამ ციკლის გადაკვეთების პერიოდში. ხა როდის არის ეს პერიოდი? თუ ჩავთვლით ამას 12800 წლის წინ მოხდა. იმის წინ 12800 წლის წინ მოხდა. იქ პირველი ეტაპი ადამიანი ყველა განზომილებაში გადავიდა. შემდეგ გადმოვიდა სამ განზომილებაში.
სივრცეში დაკარგა ზედა ორი განზომილება. სივრცეები როგორ არის აწყობილი და რა განსხვავებაა ამ სივრცეებს შორის. სიამოვნებაში ჩვენ გარშემო ყველა განზომილება რაც კი არსებობს თელ სამყაროში. აქაა ყველაფერი. ყველაფერი აქ არის. შენ ახმაში არა ოღონდ. ხო. ახმა გაქშენ ან ერთ განზომილებიანი, ორიანი, სამიანი, ოთხიანი, ხუთიანი და ასე შემდეგ ვის როგორი. ვის როგორი არა, რომელ სივრცეშიც ხარ იმის მიხედვით. ერთ განზომილებიანი სივრცე რა არის? რის მიხედვითაც არის სინამდვილეში მათემატიკა აწყობილი, გამოყენებითი მათემატიკა, რომელსაც ვამბობ, არის გენიალური მეცნიერება. ერთი განზომილებიანი სივრცე ეს არის. სიბრტყე ხო? არა, სწორი. ბოდიში. და მისი არის 0 და 1 პოზიცია. თუ ერთ განზომილებიანი სივრცე 0 და 1-ის პოზიციაში როგორ დაინახავ შენ ეს რო იყო ერთ განზომილებიან სივრცეში. დგახარ და ხედავ წერტილს მეც ვერაფერს. ორ განზომილებიანი სივრცე ამის კოპირება ხდება. ამიტომ არის არქისებური თეორია ყველაზე სწორია. ხდება მისი კოპირება და იქნება სიბრტყე. ეს იქნება 0 1 1 0. 4 ბიტიანი. 4 ბიჯიანი. 4 საფეხურიანი, ასე ვთქვათ. აქ როგორ დაინახავ? თუ შენ ამ სიბრტყეში ცხოვრობ, შენ დაინახავ ზოლს მეც არაფერს. ახლა არის ამ განზომილებიანი სივრცე. ამ სიბრტყემ განიცადა კოპირება და შეიქმნა 8 ბიჯიანი. კომპიუტერში რამდენია ბიჯი? ბიტი რამდენია? 1 ბაიტი. 8 ბიტი ხო არის? 16 ბიტიანებიც ხო არის? არის მე-4 განზომილებისა უკვე. ეს არის 0 1 1 0 0 1 1 0 პოზიცია. ესა ჩენი. როგორ დაინახავ სამ განზომილებიან სივრცეში? შენ დგახარ და სიბრტყეზე უყურებ ყველაფერს. ხო. იმიტომ რომ იქ ხო ხაში უყურებ, აქ სიბრტყეზე უყურებ ყველაფერს. და სივრცეს ქმნის შენსა და ამ სიბრტყეს შორის მანძილი. ამიტომ შენ ყოველთვის სუბიექტურად უყურებ. აი მაგალითად ამ დოკს მე ვხედავ აქედან. და რასაც აღვიქვა, მე აქედან დათქმული და მე სრულად არ აღვიქვა. აქედან გამომდინარე ჩემი სუბიექტური ხედვა. ხო. შენ აღვიქვა მაგ ხრიდან. და ამიტომ ის შენი სუბიექტური ხედვა და ჩემი და შენი ხედვა ზუსტად ერთმანეთს არ ეთანხმება არასოდეს. ხო, მაგრამ აქედან შეგვიძლია ვივარდოთ, რომ მე-4 განზომილებაში რა არსებებიც არიან ჩვენ ხედავენ. ეხლა მე-4-ში ვართ ისედაც უკვე. უბრალოდ ჩვენი აღქმა ჯერ კიდე სამში. ხო და რა არის მაშინ მე-4 განზომილება? მე-4-ში რა არის განსხვავება? მე-4 განზომილებაში ეს კუბი ხდება 2. იმიტომ რომ თავის სარკისებული მას აკეთებს და 16 ბიტიანი ბაიტები ხდება. აი ეს არის 16 ბიტიანი. ხდები ხო? ცოტა მიჭირს ცოტა 16 ციფრით. ხო. არა, მიჭირს აღქმა მაგას გულისხმობ რომ არა, მე შემიძლია დაგიხაზო დაჟე დაფაზე. ამ დროს იწყებს დედამიწა ესე მოძრაობას. ეხლა რა მომენტია? აღქმა როგორ იცვლება, ანუ აი სამ განზომილებია. დრო ჩქარდება ყველაფერთან ერთად. იმიტომ რომ დრო სპირალური ხდება, იმიტომ რომ ორივე მოძრაობს და შეხების წერტილები ჩდება. ამ დროს პორტალებიც ჩდება, იმიტომ რომ შეხების წერტილები ძალიან ხშირია. ხო, დრო ჩქარდება, არ არის აჩქარებული, ნიზლავს დავდებ თუ გინდა. კოვიდის მერე მეც გძნობ აჩქარებული. ახლა კოვიდის მერე გძნობ, მაგრამ ხო, კოვიდის მერე გძნობ. ხო, ვიდეო მასალა გამოიტანეს 80-იანი წლების საათი ტელევიზიით, რომ იმეშვება ტრიალებს და დღევანდელი საათი ორჯერ ჩქარა ტრიალებს. გადაღებულ საათს ვიცახი. მართლა არის დრო აჩქარებული. გესმის, იმიტომ რომ აი ესე მოძრაობს დრო. ვიბრირება ხდება სხვანაირად. ანუ წრფივი დრო დაიკარგა. მისი აღქმა დაიკარგა და იმიტომ. ამ დროს შენ სივრცეს გძნობ თლიანობაში. ერთიანობაში. არა სულ მუდმივ ცვალებადობაში. მაგრამ ესეც ხეულით ხო ვერ იარსებებ მე-4 განზომილებაში. აბარა, შენშია ყველა განზომილება მეთქი აბარას ვამბობ. მე-5-ში ვეღარ იარსებებ ესეთი ხეულით, თორე მე-4 ხიდია მე-5-ესთან. და მე-5-ში ხო, არის ახლა წინასწარ მეტყველებაში როგორაა მოცემული, სადამიწა გაერთიანდებაო. და შემდეგ რომ გაიყოფა ეს სადამიწა, ერთი წაში მოხდება მეორე მიწაზე, ერთ საწოლში ცოლი და ქმარი რო იწובה, ერთი ერთ მხარეს სამა მეორე მხარეს. ეს მე-4 ხიდია, მეტი არაფერი არ არის, ეს არის კავშირი მე-5-ესთან. გესმის? აი მაგალითად იგივე ახლა 3D ის რაღაცა ხომალდი რო გამოჩნდა თუ რა არის ხან კომეტას ეძახიან და ხან ხო, 3i ხო, ის ვერ გამოჩნდებოდა მე-4-ში რო არ ვიყოთ. თუ სხვა ვიბრაციებია აბსოლუტურად. ო, ამას არ ნიშნულობა და ვერც ამ სისწრაფით ვიფრენდა. ანუ ეხლა ჩვენ ვართ ხიდზე მე-5-ისკენ, ეგრე გამოდის მე-5 განზომილება. ძალიან ახლოს ვართ მისული. კი ბატონო.
ეს გადასვლა ესე ხდება. მაგრამ ჯერჯერობით აქ 3 ამ თლიანად ისევ დარჩენილი, მე-4-ც არის და გაყოფა ჯერ არ მომხდარა და მე-5 შემოსულია ნაწილობრივ. და მე-5 უკვე ფიზიკურ სხეულებს ვკარგავთ. აი მარტივად რომ შეძლოთ თქვა იგივე სახში ახლა. ხო. სამგანზომილებელ სივრცეში ახლა როგორია ხო შენ რო სარკეში იყურები, მარტო წირო გიდგას სარკესზე ხარ და იყურები. როგორც ახიქომ შენ თავს. შენ ახიქომ ხოლო წინიდან შენ თავს, მეტი ვერანაირად ვერ ახიქომ შენ თავს. ეხლა ძალიან ხშირად დებენ ვიდეოებს, როცა უკრიდანაც ჩანს, თუ დაკვირვები ხარ. 4 განზომილებელს ხო, რაღაცას რო აფარებე და უკანა მხარეს ჩანს კი. ადრე ეს არ ხდებოდა. ფიზიკის კანონები აღარ მუშაობს, მიჩიო კაკუნ თქვა. მე არ ვთქვი. ხო. არ დამაბრალოთ, მიჩიო კაკუნ, ეს არის ნომერი პირველი. კი, ვიცი მიჩიო კაკუნ. იმაში. ოფიციალურ და იმაზე გამოსვლაზე ბრიფინგზე თქვა საათნახევრიანი ბრიფინგი ქონდა. რუსმა ფიზიკოსებმა თქვეს შეკრება გააკეთეს, რომ დამთავრდა ფიზიკა, თუ ფიზიკა დამთავრდა მედიცინა, დამთავრდა ქიმია, ყველაფერი დამთავრდა, რო იცოდეთ. ამიტომ ერთს ვერავის ვერ არჩენენ დღეს ექიმები. გაზერანიან ახდება რეალობაში. ამ განზომილების ცვლილების პროცესში ვართ ჩვენ და ეგ იწვევს ამ სხეულის ცვლილების პროცესში ვართ, არა თუ განზომილების. ძველ ტექსტებში იყო ესეთი მომენტი, არის ესეთი გულის აზროვნება. ეხლა აღმოჩენილია, რომ გულს 2 მილიონი ნეირონი აქვს. ტვინი არ აზროვნებს, ტვინი ჩიპია. ტვინი იმახსოვრებს მარტო. გული აზროვნებს. იცი რომ ყველა უჯრედში აღმოჩენილია ოფიციალურად კვანტური ბიოლოგიით. აღმოჩენილია ყველა უჯრედს საკუთარი ტვინი აქვს. ვა, არ ვიცოდი. აბსოლუტურად ეს შენი ფრაქტალური თეორია, ნებისმიერი წერტილი აღიქვამს თელ სამყაროს და ნებისმიერი სამყარო აღიქვამს ნებისმიერ წერტილს. ასპექტი. ანუ ეგეც ქიბალიონში ხო არის რომ სამყარო არის მენტალური, მაგას პასუხობს. მაგას პასუხობს. ხო, ეხლა გადავედით, კი კაცო, ამაზე 2 დღიანი გარჩევა გქონდა ჩვენი ლექციებზე. ხო. გარჩევა გქონდა, იმიტომ რომ მოდიან ეს ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები და ასე შემდეგ და ვარჩევდით. დეტალურად გავარჩევთ მთელი ეს პროცესები, როგორ არის აღწერილი უძველეს ლიტერატურაში პარალელურად. შემდეგ რა ხდება? ეს გეუბნები 4 განზომილებელ სივრცეს იცი როგორ აღიქვა? სახში შეიძლება გააკეთო ეს ექსპერიმენტი დაჯექის გამზე. წინ დაიდე ერთი სარკე უკან მეორე. ხო. მივხვდი კი. აი ეს არის შენი აღქმის პოზიცია. ხუთიანი როგორ არის იცი? 2 სარკე აქეთ იქით დაამატე. 4 კუბის პოზიციაა. ხდები და ასე შემდეგ. სიმაღლეები და სიხშირეები. ხო, მაგრამ რატომ არის მაშინ რომ მე-5-ში სხეულს ვკარგავთ და სხეულს ვიცვლით? ვინ გითხრა რომ კარგა, ეთერული ხო გრჩება? მაგრამ ფიზიკური ხო აღარ გრჩება? მატერიალური არ გრჩება. ხო, და რატო? აი რომ ეს მატერია იქ უკვე აღარ მუშაობს. ეს მატერია სიხშირეს იცვლის. ანუ ხო, უფრო მაღალ ვიბრაციული არის განზომილება. თვითონ თავარი თეორია. რომ ბგერა როგორ იქცევა ფერად და როგორ იქცევა ფორმად. ბგერა სინამდვილეში ეს არის ინფორმაციული ველი. ეთერში 2 ელემენტი როგორც კი ერთმანეთს გამოეყოფა და იწყებს ტრიალს ქაოსში, ასე რომ ვთქვათ, ქაოსაც ეძახიან ეთერს სხვათა შორის. როგორც კი იწყებს მოძრაობას, იქნება რეზონანსი, ესაც შენი ბგერა. საკმაოდ კაი ხნის ტრიალის შემდეგ ის რა თქმა უნდა სიჩქარეს უმატებს და გადაიქმნება ელექტრომაგნიტური ველა და ესაც შენი ფერი. ნუ სიხშირე ელექტრომაგნიტური ველს აქვს ფერები, სპექტრი აქვს თავისი. ელექტრომაგნიტური ველი ის ასე ჩვენ ბიოველს ვეძახით ეს სინამდვილეში ელექტრომაგნიტური ველია ადამიანშიც და ყველგან არის აბსოლუტურად და შემდეგ დიდი ხნის ტრიალის შემდეგ და სისწრაფის ახსერის დიდი ხნის ჩვენთვის თორე ისე რა იქნება ფორმა ხდება კრისტალიზაცია და იქნება მატერია პირიქითაც აქედან გამომდინარე იმიტომ არის რომ ნიშნები გარკვეული ნიშნები სიმბოლოები რომელსაც შენ იყენებ, ის გაკავშირებს პირდაპირ მენტალთან და ხდება, პროცესი ხდება. საკრალური გეომეტრიაც ერთ-ერთი მაგალითად, ლექციაზე წამიკაიფია ძალიან ბევრჯერ, ვიღაცას რაღაცა ტკივა, ესე დავაწერა. პირდაპირ ხელზე, ზურგზე, სულ ერთია, სადაც მინდა. ჩვეულებრივი, იმით თოში და იმავე წუთში კარგად. და რას აწერთ? ეს უკვე ჩემი საქმე. კაი. აღარ შეგეძიეთ. მაგრამ საკრალურ ბოდიში საკრალურ გეომეტრია, ალქიმიასთან. არა, რა თქმა უნდა. ეს არის სიმბოლოებით მოსიტუვა ენერგიის. ხო. შტაინერიც ამბობდა მაგას, რომ სიმბოლოებს აქვთო, ანუ როცა დაიტანო ასტრალურ ველთან კავშირდებიან, ხო? მენტალთან. ხო. არა თუ ასტრალთან, მენტალთან.
ის ქმნის ინფორმაციას, უკავშირდება ინფორმაციას, მის გარდა იქნება ელექტრომაგნიტური ველას და იცვლის პროცესს ორგანიზმში. ხო, მაგას დაყრობით ხო აქვს მნიშვნელობა რა სიმბოლოს ვატარებს სიტყვაზე, ძივის სახით, ანუ ჯვარს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ის სტატუებს რო იხატავენ წინ და წარმოუდგომა, იმიტომ ატვინარეულები რო დადიან ნახევარზე. იმიტომ რომ ყოველ ნებისმიერ იდიოტის მზედი წერენ და იხატავენ ისე რომ აზე არ არის. არა რა თქმა უნდა ის ძველად რო იწერდა, ვისაც აქ ნანახი ისინი რას იწერდნენ, მაგალითად იგივე ვიკინგები, სკანდინავიელების სიტყვაზე. ყველა სიმბოლო ან საომარი სიმბოლოებია მამაკაცებზე, ან დაცვის სიმბოლოები. უბრალოდ უნდა იცოდე ეს კარგად, მისი კითხვა უნდა იცოდე, მისი წერა უნდა იცოდე, ამათ ეს სიტყვები გონიათ. ესე სიტყვება დაალაგებენ, მაგალითად იგივე ქართული ენის მაგიური დანიშნულება და აი იქ ის იმას, არა ეგრე არ არის. დაჭრენ ერთხელ მაინც და 70-იან წლებში გამოსული იყო ქართული მაგიური პოეზია. და აბრაკადაბრები წაიკითხონ ქართული. აბრაკადაბრებს სიმბოლურად ვეძახი სიტყვათა მნიშვნელობა. აი ეგეთ წიგნი იყო გამოსული ქართული მოდი. კი ბანახი, აჩანახი, პაჩანახი, მაგალითად. ხო. ეს არის მე შელოცვების წიგნი, ხო. ეს არის გველი შელოცვა. ხო. და გველი შეშტება. სახში მაქვს ეგ წიგნი. ისერში და წაიყვან. ხო, რატო კეთდებოდა ეს ვიბრაციები იყო ესა? ონცაკითხვის კანონი უნდა გწოდონ, ანუ რიტმის კანონი უნდა გწოდე. და ეს მუშაობს ფანტასტიკურად მუშაობს. ბატონო ახს ეხა არის მეგრული აბრაკადაბრების სვანური, აფხაზური, დარჩენილია εν რაოდენობით. ვაჰ, საოცარი არის, რამდენიმე სინახავს. ეს არის კიმატიკა უკვე. კიმატიკა. კი, ვიბრაციის ის არის, როგორ ქმნის ვიბრაცია მატერიას. ძველად ამას ეძახდნენ კიმატიკას. ხო, და აი მაგალითად გარკვეული სიხშირეები, ყველაზე კარგი ფორმებს მაგალითად მუსიკა თუ გაინტერესებთ, ქმნის ბეთჰოვენი. ყველაზე დახვეწილი მუსიკა, რაც არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, ოფიციალურ მუსიკაზე ვიცახი, ეს არის ბეთჰოვენის მუსიკა. ყველაზე დამანგრეველი მუსიკა, რაც არის მეტალი. ტვინს ანგრევს თლიანად. ანუ ვიბრაციულ დონეზე გულისხმობ და ჰარმონიები რაც მანდ. კი ბატონო, როგორ კრისტალებს ქმნის ამის შექმნის თვალსაზრისით. დადგი აქეთიკით ორი პატარა კალუნკა და შუაში დაყარე ქვიშა მარტო ან წყალს. ფორმებს რო იცვლის საკრალურ გეომეტრიაზე. როგორ სიმეტრიებს მიიღებს და უკვე კი ნახე. სხვადასხვა რაღაცას აკეთებს. არა სახში შეგიძლია გააკეთოს, ეს პრობლემა არ არის. გესმის? ეს არის კიმატიკა. და რატოა მაშინ რომ კონკრეტული მუსიკა ჩვენ გვსიამოვნებს, ან ჩვენც მაგ ვიბრაციის დონეზე ვართ და მაგით უკავშირდებით თუ ხო? ან მაღალი ვიბრაცია გაქვს. აი მაგალითად 0.1 ჰერცი, ისა 0.8 ჰერცი სიხშირეს პანიკის ვიბრაციაა. 0.0-დან 3.2 ჰერცი სიხშირემდე არა ეს შიშის ვიბრაციაა. ხო. მაგრამ ვიღაცას ეს სიამოვნებს, რატოა ვიღაცას ის და იმას იმიტომ რომ ეგეც მანდი იმყოფება. ხო, კი. გასაგებია. დაუკვირდი ადამიანები თელერებს შეგიძლია თქვა ეგან, მარტო იმაზე კი არა. საზოგადოებას ორი აზროვნება აქვს იმას ვამბობ. ერთი ჭიანჭველის აზროვნება, ეს არის კოლექტიური აზროვნება და მეორე ინდივიდის აზროვნება. ხო. აბა დაუკვირდი უმრავლესობა როგორ აზროვნებს. კოლექტიური აზროვნებით. და პრეტენზიები აქვს ამაგერ, ძალიან. რაც უფრო დაბალ ვიბრაციებს ეხან მით უფრო რა თქმა უნდა პრიმიტიული ხარ. შენ როცა გონია რომ შენ ღვთის მიერ შექმნილი ხარ და სხვა ყველას დაჟე შეგიძლია შეჭამო თუ მოგინდა, შენ უკვე პრიმიტივი ხარ. შენ უკვე პრიმიტივი ხარ, ესე იგი შენ დაბალ დონეზე, დაბალ სიხშირეებში აზროვნებ. ვინ გეუბნება მას იახვე, ესე იგი იახვე არის ეშმაკი. და სხვა არავინ. რატო ეძებს სხვაგან? გესმის? ხო. იმიტომ რომ არ შეიძლება საწყისი ყველაფრის ბოროტება იყოს. ხო. წადი ის მოკალი, წადი ის და აღჭე, წადი იმიტომ ეძახი სატანის სახარებას ძველ აღქმას. მივხვდით ხო? კი, კი. აი ეს არ მოგწონს, მიდი ახლა ისინი დახოცეთ იმ ადგილზე იცხოვრეთ. ეგრე არ ხდება ძმაო. მაშინ როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება, დაუკვირდით, იშვა. აქ დაიბადა, ანუ ხო. ადამიანებმა შეიკეთეს რა იყოს იქეთ. ამოცანად შეგვიძლია ჩავთვალოთ ისევ მდგომარეობაში დაბრუნება, აი ამ ალქიმიურადაც, სადაც ალქიმიურად ახლა აი ამ ორ შორის მესამე ჩდება. ახლა არ გინდა როცა ეს განსომილება გაიხსნება მთლიანად. გინდა უკვე ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით. ადამიანების ის ტიპები, რომლებიც დაბალ ვიბრაციებზე და მაღალ ვიბრაციებზე გაყოფა თავისთავად მოხდება.
რაც ბიბლიაში არის, ხო? კი. მოხდება აპოკალიფსის დროს. საქმე რა არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არ არის. ეს ჩვენ ვეძახით ადამიანებს. ადამიანი ცუდი გაგება ქართულად მე ძალიან მომწონს კაცი. კი. ადამიანი იმიტომ არ მომწონს, რომ მიწისძვრისგან რო შექმნა იმან. ხო. ხო, ადამიანი შეიძლება ადამიანიდან რომ მოდის, და მაგასთან რომ არანაირ ადამიანიდან ჩვენ არ მოვდივართ. ჩვენ კაცებიდან მოვდივართ. პირველი თავის ხო იცი? პირველ თავში იახვე არ არის. პირველ ვერსიაში რო ნახო, არ არის. ელოჰიმებია. ხო, და აქ მეორეში მიდის უკვე იახვე. ორი სხვადასხვა საფეხურია რა. ხო და ზოგადად როგორ არის იცი? მკვდარისული რას ნიშნავს და ეხლა როგორ თვლით? შენ თუ ეთერული სხეული დაგეშალა მოკვდები. ფიზიკურად ვიცახი. ხო, სასიცოცხლო არაფერი აღარ რჩება. არა, ის არის სასიცოცხლო სხეული. ეს ბენზინი აღარ მაქვს რო ვიარო რა, როგორც მანქანა, ხო, უქრები. მაგრამ შენში თუ მოკვდა ეს საფეხური, ანუ ემოციური ცნობიერება, ინტელექტი, შენ ჩები როგორც მკვდარისული. ქართულში ესეა, რუსულად მертвые души რო ეძახიან. ეს არის ბიორობოტი. ადამიანი რომელიც თვითონ არ ასრულებს. როგორ არის იცი, ძველ ტექსტში ესე არის დაყოფილი. საიდანაც მე კაბალაში გადმოვიდა. ერთიანი ეს არის სიყვარული. ენერგია, ეს ენერგიებზე მაქვს საუბარი. პირველი იმპულსი ეს არის სიყვარული. მთელი სამყაროს დაწყს, ამიტომ შემოქმედების დასაწყისი, ამიტომ აღმერთი ერთი. მაგრამ მას აქვს თავის საწინააღმდეგო. მისი უარყოფა ეს არის პატიმოყარეო. ორიანი ეს არის, ჩვეულებრივ მასში ეს არის ენერგია, დიალექტიკა, წინააღმდეგობა და ერთიანობა, მაგრამ ეს არის სიბრძნე. სიბრძნე რა არის? წინააღმდეგობა და ერთიანობის მიღმა დგომა. შევერასოდეს ვერ შეიმეცნებ ერთ სიკეთეს ვერც ბოროტებას თუ მის მიღმა არ დადეგი. ხო, ერთ ხარეს თუ ხარ ავტომატურად შიგნით თუ ხარ, თავის ტრიალი გიწევს აკეთი კიტრო გაარჩევთ მენტისაგან, ხო? და მესამე საფეხური სამიანი და ეს პირველი სამი საფეხური ეს არის მენტალური საფეხური. ეს არის ზომიერება. იდეაში. კაბალისტიკაში თვითონ ამას პირველს გვირგვინს ეძახიან, ებრაულ კაბალისტიკაში ვიცახი. მეორეს ასევე სიბრძნეს ეძახიან და მესამეს გონიერებას. გონიერება და ზომიერება შორის განსხვავება არ არის. სიბრძნის უარყოფა ეს არის სიბრიყვე. ზომიერების უარყოფა ეს არის სიხარბე. მათემატიკასაც ესეთივე კანონები აქვს, არსებობს აუცილებელი და საკმარისი პირობა. აუცილებელია რომ შენ უნდა ადამიანურ ფორმაში გეცვას, გეხუროს. არ უნდა ქციოდეს, არ უნდა ქშიოდეს და ხარ ადამიანი რა, კი არა ხარ ადამიანი, ჭამდა, სვამდა, ხარ ცოცხალი არსება. მაგრამ საკმარისია იმისაც რომ ადამიანი გახდე, შენ გჭირდება მენტალური განვითარება. მენტალური სხეული რო იყოს ჩართული, ხო? შინაგანი, ხო, ჩამოყალიბება, ეს არის საკმარისი პირობა. ხვდები? ანუ აუცილებელი სულიერ ცხოვრებას და სულიერ განვითარებას რო ვეძახი, იგივე არის, ხო? აქაც ესე ხდება. შენ თუ ცხოვრობ სიყვარულში და ჩავთვალოთ რომ სიყვარული ღმერთია, ესე ამბობს ყოველ შემთხვევაში ქრისტე და ჩვენ ვინ ვართ რომ არ დავუჯეროთ. გამოდის რომ შენ სიბრძნესთან ახლოს ხარ და შედიხარ ნელ-ნელა. იმიტომ რომ სიყვარული ჭეშმარიტება. და აქედან ზომიერი ხარ. მაგრამ როგორც კი უარყოფ შენ ამ სიყვარულს და ვარდები პატიმოყარეობაში, შენ ხდები ბრიყვი. და დღეს ვინ მართავს კაცობრიობას, ეგრევე სიხარბე იწყება. პატიმოყარე ბრიყვი. და მათი მართლობაა დღეს არ გჯერა? ხო, ხარბი ყველა. გადახედე მთელი მსოფლიოს მართლ ელიტას. და მიხვდები ეგრევე. შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, ეს არის სასიცოცხლო ეტაპი. ანუ ასტრალური სხეული. ხო, ანუ ემოციური სხეული. პირველი საფეხური მეორე ეტაპის, ანუ 4-იანი ეს არის ჩვეულებრივ ასპექტში, ეს არის ფორმა, ფიზიკურ ასპექტში, მაგრამ ეს არის თანაგრძნობა. ანუ ასე ჩვენ ემპათიას ვეძახით. შემდეგ სიცოცხლე, სიმტკიცე და შემდეგ ჰარმონია. იმიტომ რომ თუ ის ყველაფერი ჰარმონიაში არ მოვიდა აზრი არა, აქ იქ ჰარმონია არის ამათი ერთიანი ტანდემი ესე ვთქვათ რაღაც. მაგრამ დაუკვირდი სიცოცხლე თანაგრძნობასთან დაკავშირებით.
ემოციური სხეული კვდება სწორედ აქ, სოციოპატების სწორედ აქ იბადებიან, მას ხო თავის უარყოფა. შენ რო აღარ შეგიძლია სხვის ტყავში შეხვიდე და კი ბატონო, იგრძნო როგორი არის ეგ. ბატონო მალხას ჩვენ რახან ვახსენეთ ზურმუხტის ფილები და თქვენ რო თქვით რომ აი ცოტა მაკეთაც მინდა გადაუხვიო, იმიტომ რომ რაღაც ისეთ ჩამჩაი კითხვა რომ მინდა დაგისვათ და მაგ ეგ თემა კიდევ უფრო კარგად გავშალოთ. და თქვენ როგორც ვით დათარიღებული 36,000 წლის 39 ბოლოს ესე ეწერა. ხო, ძალიან ძველი და ატლანტიდან იმის მიღმა იქედან მოსული ცოდნა არის. არ დაგავიწყეს რა სიძახიან, თოთი ატლანტი. ხო. თოთი ატლანტი. აქედან ჩამოსული ცოდნა. ხო, ნუ ისინი ღმერთება თვლიდან, იმიტომ რომ ხო გეუბნები ადამიანს აქვს ეს ისა როგორ უყვართ ღმერთები ზოგადად და ამიტომ ამბობს კიდეც ის ჩვენ თქვენთვის ღმერთები ვარ და თქვენ შემდეგი თაობისთვის იქნებით ღმერთები ზურმუხტის ფილებში ამბობს. ხო, ეგ მაგან ხორცი რო შეისხან მაგ აი პირამიდების შეისხა ხორცი, რატო გონიათ რომ შეისხა და არ ქონდა ხორცი. არა, მაგ ცოდნას ვიძახი, ეგ ცოდნა რო ჩამავიდა. კი. ან პირამიდების აგებაც მაგ პერიოდში მოხდა და ხო, აი რა ფუნქცია ქონდა პირამიდის? რაც ერთი მისტერიული სკოლასაც ხო უკავშირებენ. კიმატიკა. საოცარი კანონიკაა. იცი როგორ არის ესა პირამიდის წვერი მათემატიკურად ვიცახი. და მისი რენტგენული სურათი არსებობს. წვერი აწყობილია პიზე, ალბათ იცი ეგ. არ ვიცოდი ეგ. პირიცხვზე აწყობილი. ავტომატურად ნებისმიერ დროს ეწყობა პირიცხვზე, როცა ყველა გვერდი თანაბარია. სიმაღლის და გვერდების და იქიდან ეწყობა პიზე კუთხე. წვერი ეწყობა პიზე. პის თვლიდა მთავარ საიდუმლოებად პითაგორა. ხო. პი როგორც ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოება და ყველაზე საოცარი ის არის, რომ პი მაშინ გათვლილი იყო უფრო დიდი სიზუსით, ვიდრე დღეს შეუძლია დღეს აპარატურა თვლის. აი ეს მომენტია. არის ესეთი ალქიმიაში ესეთი ფორმულა კვადრატურა კრუგა, ანუ წრის კვადრატურა, გაგიგია? არა, არ გამიგია. ხო. ჩდება წრე კვადრატი მათემატიკა, გეომეტრია არა. რო გადათვალო იქ ენერგიების, ანუ ცენტრების მიმართება. აიღო პირამიდის ტიპის სამკუთხედი, მასში ჩასვამ წრეს, მასში ჩასვამ კვადრატს, წერტილებს გაზომავ იმას იზამ. გარკვეული წერტილი ხდება განსაკუთრებით ენერგეტიკული. და შეგიძლია სივრცეში გადაიტანო და სივრცეში გაზომო. საქმე იმაშია, რომ ზუსტად იმ წერტილში არის სახურული ოთახი პირამიდებში. იქ როცა შეყავდათ ქურუმებს ადამიანი ხელდასმისთვის. ინიციაცია. თუ სამდღეს გაძლებდი უკვე მიიღებდი, მაგრამ საუკეთესო ვერსიები არსებობდა 9 დღიანი. შენ უკვე მთელ სამყაროებთან კონტაქტზე გადიოდი. იქ ხო ის სარკოფაგებში რო აწვენდნენ და სარკოფაგი არისო. და ძალიან საინტერესოა თვითონ სულებთან კონტაქტის პოზიცია. მათ თავიანთი მკვდართა წიგნი აქვთ, ალბათ გაგიგია. ისევე როგორც იმას აქვს, მაგრამ დიდი განსხვავება ეგვიპტურ მკვდართა წიგნსა და ტიბეტურ მკვდართა წიგნს შორის. ისინი მამას აღწერენ შემდეგნაირად. ისინი თვლიდნენ არ დაგავიწყეთ ესეთი გამოთქმა, მე ლათინურშიც არის შემოსული ex oriente lux, ანუ სინათლე მოდის აღმოსავლეთიდან. ისინი თვლიდნენ, რომ აღმოსავლეთი ეს სიცოცხლის მხარეა და დასავლეთი ეს არის მეორე მხარე. ამიტომ სარკოფაგში რო შეყავდათ მიცვალებული, სარკოფაგი იყო კუბური პრინციპის მოწყობილი, სუძველს ოთახს ვიძახი. სანამ მოკვდებოდა კაცი დაწერდა ვისთან უნდა და მერე შეხვედრა ცოცხლებთან. და იქ არის ტექსტებში აღწერილი ესეთი რამე. დასავლეთ მხარეს უკეთებდნენ სარკეს. ნუ რა თქმა უნდა სარკეს დღევანდელი გაგებით არა, ქვის სარკე კეთდებოდა. და როდესაც შედიოდნენ, მხოლოდ ისინი შედიოდნენ, ვიც ამას ჩამოწერილი ჰქონდა და მიქონდათ ის, რაც ამას მოსწონდა და უნდოდა. სარკის მხრიდან გადმოდიოდა მიცვალებული. მისი ეთერული სხეული. ესე აღწერილი. ხო. ტექსტებში. და ხდებოდა ცოცხალსა და მკვდრებს შორის კონტაქტი. და უშუალოდ ცოცხლები როცა გადიოდნენ ინიციაციას ჩატარებულია ამისი. ჩვენ დროში? კი, კაცო მე ჩემელია გავაკეთო. არ არის პრობლემა, დეტალურად ვიცი როგორ ხდება და კონტაქტი დაამყარო მიცვალებულთან. მე სურათები ჩემი ძლე განახოთ. ეს კეთდება.
ეს ტექნიკა არსებობს, გესმის? მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ მხარეს ჰიპერკუბის პოზიციას აწყობ. ჰიპერკუბის პოზიცია ეს არის მეოთხე განზომილების პოზიცია. და ქმნი მეოთხე ხელოვნურად, ქმნი მეოთხე განზომილებას. თუ შენ ყველა მხარეს გასასვლელს გაუკეთებ, უკვე ამ შემთხვევაში პარალელურ სივრცეებშიც გახვალ. პორტალები იხსნება. საკუთარ მესს შეხვდა. ხო, მაგისთვის ხო აქვს მნიშვნელობა სადაკეთებ მაგას, ანუ პირამიდა მაგისთვის ძალიან კარგი მაგალითია, მან დაცულია მთელი ეს მათემატიკური სიზუსტე და სამყაროსთან რაც ჰარმონია ფიზიკური. და შეგონია ესეთი ადგილი მარტო ეგვიპტეშია? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სახში ხო ვერ იზო მაგას სახლის პირობებში. გააჩნია შეიძლება შენ სახშიც არის ეგეთი. ხო. კაცმა ანუ მაგას მნიშვნელობა აქვს, ანუ რა ძალის ადგილზე არის ეგ აშენებული? გარკვეულად ალბათ ხო. მაგრამ ძირითადად ყველგან კეთდება. ნებისმიერად. და ეგეთი მისტერიული სკოლები ახლა რაც თქვით და ინიციაციის სუფიზმში როგორც ერთმა ეგდონე არისო ხო სუფიზმში? არ სუფიზმში იყო ეგდონე, ინდურში ხო საერთოდ არ ლაპარაკობ. ხო. საერთოდ ინდოელებს როგორც მაღალი დონის ფაკირებს ისე უყურებ. იმიტომ მქონდა შეხვედრა ერთ-ერთთან სერიოზულ დონეებთან, რამდენიმესთან. ნუ სამშობლოები იყო რა. გურუებთან ასე რომ თქვა და იმეებთან. სუფებთანაც მქონდა შეხვედრა სერიოზულ დონეებთან. ისინიც იმ დონე არიყვნენ. ინდოეთზე უფრო მაგრები არიან, მაგრამ ის დონე მაინც არ არიან. აი არ მქონია შეხვედრა სერიოზულ დონეზე, ერთხელ მქონდა მარტო ერთი დაოისტებთან შეხვედრა. ფიზიკურ შეხვედრას გულისხმობთ. ფიზიკურ შეხვედრას. შემიძლია ვთქვა დღესდღეობით, ვინც მე ყველაზე მაგრები ვნახე, ბევრი შეხვედრაც ძალიან ბევრი არ მქონია, მაგრამ ვინც ყველაზე მაგრები მაინც ჩამანები იყვნენ. შამანები. შამანიზმი, ხო? ხო. მიმდინარეობა ინდიელი შამანის ყავს ნახი. შამანები ყველაზე უფრო პრაქტიკულ თვალსაზრისით ვიცახი, მე პრაქტიკულ თვალსაზრისით მაქვს ლაპარაკი. დღეს მე ვისაც ხელდასმული ქვია, მართლა რო ქვია, ოღონდ ის კი არა. ხო. ოშოს დონე და იმების დონეზე არ მაქვს საუბარი. სერიოზულ დონეზე რო ქვია, ისინიც კი არც ერთი ამ დონეს არ არის. როგორებიცაც შამანები იყვნენ. არა, მაღალი დონის ვიცახი. როგორებიც იყვნენ, მაგალითად სენ-ჟერმენი რო იყო. ხო. ესეთი ხო, მაგაზეც მინდოდა რომ გადასულიყავის და ესეთი დონეები არ არიან დღეს. ნუ ჰერმესიზმია სენ-ჟერმენი, მისი ალქიმია ჰერმესისტულია დავიდან ბოლომდე. და ზოგადად ბევრიც რო ვახუროთ, ყველა რელიგია დღეს თანამედროვე რაც არის ქრისტიანული, მუსულმანური, იუდეისტური ჰერმესისტულია. დამახინჯებული ჰერმესიზმია, მეტი არაფერი. თუ წინააღმდეგი არ იქნებით სენ-ჟერმენის თემა უფრო რო გავშალოთ თუ იცი რა სენ-ჟერმენის თემა ნახევრად მითოლოგიური თემა. ხო და მაგაზეც მიდის საუბარი იმაზე რომ ის ცოცხალია. იმიტომ რომ არის ესეთი ფაქტი დასახელებული რომ მისი სიკვდილიდან მე ახლა ჯერტი ხო ქალბატონმა რო ნახა და იშოკა ჩემ ბავშვობაში მყავს და ნახიო და ის ხო ეგ აღწერილი არის რომ არის რეალობაში. მაგრამ როდესაც გარდაიცვალა სენ-ჟერმენი ოფიციალურად რო გამოცხადა ეს პარიზის რევოლუციის დროს მოხდა მაგ პერიოდში. მაგის შემდეგ 1766 წელს იყო რომ შტატები შეიქმნა. დეკლარაცია რო დგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების იქ ნახეს. ეგ მეც მსმენია, თუმცა ბატონო მიახლოებით 15-20 წელი იყო გასული. ამის შემდეგ მე-19 საუკუნეში ნახეს ერთ-ორ ადგილზე. მიახლოებით მისი სიკვდილიდან 80-90 წელი იყო გასული. და ასე შემდეგ. ამიტომ სენ-ჟერმენზე თუ რამეს ვიტყვით, ეს იქნება წარმოუდგენითი და არა რეალობა. მე ზოგადად არ მიყვარს ეს ფანტაზიებში რეალი, მაგრამ შეიძლება ფანტაზია სულაც არ არის. ხო, ბევრი, ან მე არ მგონია რომ ეხა ცოცხალი არის და სხვათა შორის ბოლო პერიოდში მე არც იმას ვიცახი და არც იმას ვამბობ რომ ცოცხალი არ არის, არც იმას ვამბობ რომ ცოცხალია. არ შემიძლია ის დასაბუთება და რაც არ შემიძლია იმას მე ვერ ვიტყვი ვერაფერს. ხო, მე მინდა ჩემი გაგიზიაროთ. ეხა ჩემი პატარა კლუბის შედეგად რა აღმოვაჩინე, რაღაც ძალიან ერთ ისე ვთქვათ underground podcast-ს მივაგენი, სადაც მიწვეული იყო ერთი სტუმარი, რომელიც იძახის რომ, ანუ სენ-ჟერმენ რეალურად ეგ იძახის რომ არის სამეფო ოჯახივით არისო, დე სენ-ჟერმან არის გვარიო და ეხაც რომ ინტერნეტში ნახოთ არიან მაგ გვარში ადამიანები. კაცი მარიცის და სადაური იყო სენ-ჟერმენი. ხო, მაგაზე იყოფა რომ ზოგი ტრანსილვანიის ის შვილი იყო მედიჩიებმა გაზარდესო, ესპანელი იყო, ძალიან იყოფა თეორიები მაგაზე. ენაზე ლაპარაკობდა, როგორც დღეს ამბობენ. შეიძლება მეცეც. ხო. მაგრამ ლაპარაკობდა მკვდარ ენებზეც. ხო. საიდან იცოდა არავინ არ იცის.
ჩვენ არ ვიცით ის შეიძლება სულ მოდიოდა ხო, საუკუნეების მე განმავლობაში. მგონია, აი ვიცი საიდან შეიძლება ცოდნოდა, რომ ის ხო ალქიმიკოსი იყო და შექმნილი ქონდა ფილოსოფიური ქვა და მან ხო დამოკიდებული არის არტისტის ხელოვნებაზე, ანუ მაგ ფილოსოფიური ქვით ყველაფერი შეგილია უკვე შექმნა იმდენად და მაგედანაც შეიძლება გახსნა ეგ ცოდნა მენების. უფრო ღრმა არის გახსნილი ცნობიერება. ხო. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გახსნილი ცნობიერებით, ესეთი ძალიან ცოტა. მიწაზე ესენი არიან, რომელთაც ყველა ეპოქა ახსოვთ და ყველა ეპოქასთან შეხება დღესაც შეუძლიათ. ნებისმიერი სივრციდან ცოცხალია თუ არ არის ცოცხალი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში აი კოსმოგონიის პრინციპი საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით მივდივართ, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მეტაფიზიკის, ხო? ჩვენ სინამდვილეში იქიდან მოვდივართ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. არ გახსოვს. ვართ იქ, სადაც ახლა ვართ და მივდივართ იქით, სადაც ყველაფერი გრძელდება სამომარადისობაში. მეტაფიზიკა რაც დასაწყისში ვახსენეთ, ხო? აქამდე ბევრი სერიოზული მეცნიერი მივიდა. სხვადასხვა ერთ-ერთი არის ბეხტერება, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ნეიროფიზიოლოგია ვინც შექმნა, ნობელის პრემია ვინც მიიღო და ნობელის პრემიის გადაცემაზე მან ეს სიტყვა თქვა და თქვა. არაფერი იწყება, არაფერი დავდება, ეს მარადიულია სიცოცხლეო. ეხლა ხან არის ესეთი კვანტური ბიოლოგი რობერტო ლანცა გაგიგიათ? არა. ხო. შეგიძლიათ მისი დაკლადი წაიკითხოთ და მან ოფიციალური პრესკონფერენციაც გააკეთა ამ 5 წლის წინ და განაცხადა სიცოცხლე არ თავდება. დაამტკიცა თავის აპარატურებით. ესეთი იყო არტურ კონან დოილი, ექიმი, რომელიც სერიოზულად იკვლევდა ამ თემას. იცი რამდენი ვირმე შემიძლია ჩამოგკითხოთ? ძალიან ბევრი, 100-მდე ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ყოველს გვარი არ მახსოვს, მაგრამ შემიძლია ჩამოვთვალოთ სერიოზული დონის ფიზიკოსები, ექიმები და სხვა მეცნიერები, რომლებიც მივიდნენ ამ დასკვნამდე. 67 წელში დაში გადაიღეს ეთერული სხეული. 67 წელში საბჭოთა კავშირში. მაგრამ რა თქმა უნდა გასაიდუმლოა. ეხლა ჩვენს ეს კადრები აქვთ. ხო. ბევრი ექსპერიმენტია ჩატარებული ამ კუთხით. და აი ეს არის გახსნილი მეხსიერება. რას ნიშნავს გახსნილი მეხსიერება? ერთია რომ შენ შეგიძლია გახვიდე, თავის ავტობიოგრაფიაში აღწერს ძალიან კარგად ტესლა. როდესაც მე თვითონ არაფერს არ ვქნიო. და როდესაც რაიმეს იდეაში ძალიან შემაწუხებს, ვჭდებიო, ვითიშებიო. უკავშირდებიო, ანუ საერთო იმას და 30-35 წუთიო და გავუმაკ ინფორმაცია. ნახაზების დონეზე. იმიტომ რომ მისი მათემატიკა გაუგებარი გახდა აინშტაინისთვის. მე ვნახე მისი მათემატიკა, ხელნაწერების 1500 გვერდია დარჩენილი, არაფერი არანორმალური იქ არ არის. ოღონდ ის მათემატიკა არ არის, ახლა რა გასწავლია. ეს არის სიმრავლეთა კომბინატორიკა, პრინციპში ეს არის უძველესი ეგვიპტური მათემატიკა. და ამის მიხედვით ადგენდა ის თავის ფორმულებს, გესმის, იმიტომ გახდა გაუგებარი აინშტაინისთვის. და იმიტომ აი ეს ექსპერიმენტი არ გამოუვიდა. რომელიც გაკეთებაც მოინდომა. იმიტომ რომ იმ უნივერსიტეტში ნასწავლი მათემატიკისთვის, ფიზიკისთვის ეს საკმარისი არის. საკმარისი კი არა, ფიზიკა საკმარისი არის ამის გასაგებად. აი ეს მომენტებია. მეც გამიკეთებია ბევრჯერ ესეთი. რაიმე მასალა, ოღონდ უნდა იცოდე მასალა, მიზანი, ზუსტად ტექნიკაც ხატია. ტექნიკადია. და გავდიოდი და მთელი ინფორმაციას იღებ. ამ მასალის შესახებ. მე როცა უკვე 5 და 10 წელი გავიდა და ეს მასალა შემხვდა უკვე თარგმნილი, უკვე გაკეთებული, შოკში ვიყავ, ერთ-ერთზე იყო. ეხლა აღარ ვარ შოკში, იმიტომ რომ შევეჩვიე. ასევე ფორმულების გადმოწერა. ეხლა იყენებთ კიდე მაგ მეთოდს? პერიოდულად კი. ხო. გააჩნია რისი წაკითხვა მინდა, ოღონდ უნდა ვიცოდე რა არის. ანუ აკაშის ქრონიკებს რასაც ეძახიან, მაგას უკავშირდება. უნდა უკავშირდება. ვიცოდე ზუსტი სახელი, ადგილი, ენა რა ენაზეა დაწერილი, მნიშვნელობა არ აქვს. ხო. შენი კიკებ ყველაფერს. ანუ იქ ენა არ არსებობს, არაფერი, იქ ყველაფერი არის. არა, ანუ ახლა ამათ რო კითხო, ზოგი მეგრულად ლაპარაკობს, ზოგი სომხურად, ზოგი სვანურად, ეგრე არ არის. ინფორმაცია, ის ხანერად ინახება აბსოლუტურად, მაგრამ შეგიძლია ამ ინფორმაციის ამოღება. რა თქმა უნდა, გარკვეული ვიბრაცია, ამ დროს შენი საკუთარი ვიბრაცია 5545 ჰერცამდე არის, იმ დრო და სივრცეში გასვლა გიწევს. ანუ სიხშირე იცოლება მთელ შენ სხეულში და საკმაოდ დაძაბული, საკმაოდ საშიში ფენომენია ამ ექსპერიმენტის, მაგრამ ანუ მომენტ როცა ფეხზე კიდია ნებისმიერი საშიშროება, უბრალოდ ინტერესი ბევრად დიდია ვიდრე საშიშროება. ხო.
იმიტომ რომ ამ მომენტში შესაძლებელია რომ შემოკვდა კიდეც სკამზე. ხელმა შეიძლება ვერ გაუძლოს მაგას გულის თო. ხო, გული გაგიჩერდეს, აღარ დაბრუნდეს უკან. ის შესაძლებელია. ხო, მაგ დროს ხო ისეცაა შესაძლებელი, რომ სხეული თუ ესე ვთქვათ, დაცვის ქვეშ არ არის რაღაც ასტრალური ან დაბარული ვიბრაციული. იცი 1000 გვარ სისულელეს იგონებენ ესენი. იმისი არ იყოს. არა, მე აი რუნების გამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ ენერგიას ჭამს, ბებია შენისა, შენ ენერგიას ადაგ. ამიხსენი, შენ ხარ ნაწილი სამყაროსი და იმ ენერგიის გამტარი ხარ. შენსაც ვერ შეჭამს ვერაფერი. იმიტომ რომ არაფრისაზე არ არის. ანუ ეს ყოილი არის, ხო, რაღაც ასტრალური დაბარული ვიბრაციული. არსებები შეიძლება მოგეკრონან. შენ ამისათვის გჭირდება აუცილებლად დაცვა გჭირდება, რა თქმა უნდა, გჭირდება, იმიტომ რომ სუსტი ხარ. მაგრამ როგორც კი შენ გარკვეულ სიძლიერეში გადადიხარ, ფეხზე კიდი. ის ასე არსება კი არა, იმ ხელა დემონი რო შემოვიდეს, ბაალი რო შემოვიდეს, ლუციფერი რო შემოვიდეს, იაჰვე რო შემოვიდეს, ხო იცი ასოს ამთიცე და ატრიალებ. შენზეა დამოკიდებული. რამდენად თავისუფალი ხარ შენ. როგორც ქარი. შეგიძლია მინდორში დაიჭირო. ისე დაგიჭერს ისაც. ძველად რას ეძახდნენ ენერგიებს, იცი, ქარებს. ჯადოქარიც სიტყვა მაგითო ხო არ მოდი. ხო. და ზოგადად ქარი. აქედან ჰერმეტიკაშიც ხო ეგ არის. ჰერმეტიკაშიც ქარები ვიხრი. ხო. კი ბატონო. იმიტომ რომ პირდაპირ ესე არის ენერგია, იმიტომ მაშინ სიტყვა ენერგია არ არსებობდა, ეს არის 19 საუკუნეში შექმნილი ენერგია. რა იცოდა ახლა 50000 წლის წინ ატონე ელაპარაკა იგივე ენაზე, როგორც შენ ლაპარაკობ. ხო, რა თქმა უნდა. ის თავისი სიმბოლიკები ქონდა, თავისი სიტყვები, იმისი არ ყავს მაგია სიტყვა. ხო გითხარი კახუს ეძახდნენ, თარგმნეს როგორც მაგია. დღეს არანაირი მაგია არ არის კახუ. კახუ სიტყვა სიტყვით ეს არის ეთერის მატერიალიზაცია. დღევანდელ ენაზე რო თარგმნ. თეორია დღემდე არ იციან რა არის თეორია. თეორია ეს არის სიტყვის მაგია, მეტი არაფერი არ არის. რიცხვთა ცოდნა რისთვის იყო საჭირო სიტყვის მაგიისთვის? ეს ახლა ძალიან ადვილია. იცი რა, ესა და ეს რიცხვი ნიშნავს ამა და ამ ესა და ეს სიტყვა არის ესა და ეს რიცხვი კი არის ეს რიცხვი. ეთანხმები. რას ნიშნავს ეს რიცხვი? ეს უფრო მაინტერესებს. ხო. ამიტომ მექანიზმები მაინტერესებს, მე არ მაინტერესებს ისტორიები. შეიძლება წაყრებს მიყვები, ისტორიებს მიყვები პრაქტიკულად. მეს არ მაინტერესებს და ვერც ვიგებ. სიმართლე გითხრა. კალიუგას ეპოქამდე. შენ ხო ყველაფერი დაგიბალეს. ეხლა უმრავლესობას რა გონია, იყო მატრიარქატის ეპოქა. ხო არის ეს ისტორიაში. ეს არის ვაჟკაცი ქსენია, შემოდის სახლში და ნაზია კიდე აძრობს შექმნებს ფეხებიდან. აი ამ დონეზე გაგებული. მატრიარქატი ეს სხვა რამეა, სამყაროს აღქმის სხვა პოზიცია, დედა და ღმერთის პოზიცია. ზედა ჩემი მანთარე, მამა ჩემი მოცემცემი ვარსკვლავები და ძმა ჩემი. ფუნქციის გადანაწილება დედა ბოძია, ის არის, ეს არის. ქართულ ენაში დღემდეა შემორჩენილი მატრიარქატის ეპოქა. იმიტომ მას სქესი რო არა აქვს ქართულ ენას. ინდოევროპული ენა ის არის მხოლოდ არის. არა, ინდოევროპული ენა შეიქმნა კალიუგას ეპოქაში. ისე რომ ძალიან ბევრი იხდუნავენ გინდა ინდოელებმა და გინდა ევროპელებმა. ხო ისინი ახლები არიან. შენ გუში მოხალ ამ ქვეყნად მე კი ძალიან ძველი ვარ. შემიძლია გითხრა. აი ეს პოზიცია. იმიტომ რომ ჩვენ სხვა ეპოქისა ვართ. შემორჩენილი. სიძველე უკეთესობას არ ნიშნავს. ხო. მაგრამ რეალობა ესეა. ბატონო მალხაზ დასასრულისკენ სხვა კულტურის ნაწილი. ხო. დასასრულისკენ რო წავიყვანოთ გადაცემა, აი მე და მათეს მქონდა ერთი კითხვა მოფიქრებული ეგეთი, ეხლა რო შეგეძლოთ თქვენ ნებისმიერი ისტორიის მონაკვეთში ცხოვრება, რა მონაკვეთში იცხოვრებდით და რატომ? არცეთში. საერთოდ წავიდოდი ამ სამყაროდ. მართლა? კიდე არც მოვიდოდი. რატო? იმიტომ რომ არ მომწონს. რა არ მოგწონთ? არაფერი. ამ სამყაროში. ვა. მაგრამ მაინც საუბრობთ აი ჰერმეტიკაზე და ეგეთ რაღაცებზე და ეგ ჰერმეტიკა ამ სამყაროში არ არის და იმით. ხო, მაგრამ ამ სამყაროში ხო არის რაღაც იარაღად და ცოდნათ რომ გადაგვიყვანოს. კი არის. ამ სამყაროში ცხოვრებაზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში. შემეკითხები რომ ამ სამყაროში ცხოვრება რომ გიწევს აღარ ვიცხოვრებ. არც ეს პერიოდში არ მინდა დაბრუნება. არც ესში. აბსოლუტურად, იმიტომ რომ აღარ არის საინტერესო ჩემთვის. მუსიკა მომწონს რა თქმა უნდა, მიყვარს. მაგრამ მუსიკა მიყვარს, ბუდიშვიხდი. და არა ყველაფერი.
ბევრი რამე შეიძლება მომწოს, მაგრამ ეს ისიც მექნება თუ მინდა. ამიტომ აქ რა მინდა. გასაგებია. არ მიყვარს განსაკუთრებით კალიუგას ეპოქაში მეცხოვრება. არ მომწონს. ანუ ბნელ ეპოქაში. უკეთესი რო იყოს ისურვებდი ეპოქა ეს უკვე ძალიან დიდი ხნის წინანდელი ეპოქა, თოთის დეიმების ეპოქა, ანუ პროტო ეპოქა. ხო. იქ არა, მაინც არ მინდა. მატერიალურ სამყაროში არ მინდა. გასაგებია. არაფერი არ მინდა. ალბათ ჩემი ბედნიერება იმ წამიდან დაიწყება, რომ სააქტუალებს დავხუჭა. მე ესე მგონია. მადლობა დიდი. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი. მომავალ შეხვედრამდე.